მაშასე, საღამოშვიდობისა ყველას, კეთილი დაბრუნება პარაბელუმზე. დღეს ჩემთან ერთად არის დიეგო ბატისტესა და ძირითადად ვისაუბრებთ უამრავ საინტერესო ისტორიაზე, რომელიც ეხება ჩინეთს, მექსიკას და შეერთებულ შტატებს. ფენტანილის სერი, რა თქმა უნდა, ფენტანილი მნიშვნელოვანი თემა გახდა. ამერიკელებს, გრენლანდიელებაც კი დასცინეს, მემებიც კი გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით. ზომბი, მაგრამ ძირითადი ნაწილი მექსიკიდან გადის. მას რადგანაც ეს დაგპირდით, მას შემდეგ რაც წინაჯერზე გავაკეთეთ ლაივი ნარკოტრაფიკის გეოპოლიტიკაზე ლათინური ამერიკის კონტექსტში, აი აქ ვართ. გთხოვდი. აი ისევ აქ ვართ, საღამომშვიდობისა მირკო, საღამომშვიდობისა ყველას, ყველა მსმენელს, ვინც დღეს საღამოს შემოგვიერთდა და გვიყურებს. მართლა, ეს ქონდა დაპირებული, ამაზე ფრანჩესკოსთანაც ვისაუბრეთ. ფრანჩესკო გუერასთან ბოლოს რო ვისაუბრეთ, როცა ცოტა კარტელებზე და ორგანიზებულ დანაშაულზე ვლაპარაკობდით ლათინურ ამერიკაში და ფენტანილის თემა, როგორც კარგად გადაითარგმნა დღევანდელი პრეზენტაციის სათაურში, ოპიუმის გეოპოლიტიკა. მართლა, ეს არის რაღაცა, რაც პირდაპირ ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და გახდა ნამდვილი ეროვნული ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა. მაგრამ ეს გვაიძულებს ბევრად უფრო მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ საუბარს, რომელიც აერთიანებს მექსიკას, აერთიანებს ჩინეთს. ეს ძალიან აქტუალური თემაა, რადგან ვიცით, რომ დონალდ ტრამპი ამ დღეებში სწორედ ჩინეთშია, სი ძინპინთან ერთად, ისინი შეხვედრას მართავენ და ეს გვაიძულებს დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ ახერხებენ დღეს ეს დიდი კრიმინალური ორგანიზაციები გლობალიზაციის ტალღის გამოყენებას, გავლენის ზონების შესაქმნელად და განსაკუთრებით უზარმაზარი ფულადი ნაკადების წარმოსაქმნელად. Criminalization შეიძლება მოგვეჩვენოს როგორც Netflix-ის სერიალის სათაური, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც ამჟამად იმყოფება შეერთებული შტატები. შეიძლება ასეც იყოს, ბევრი წელი აღარ დარჩათ. შეიძლება ესეც იყოს. მაგალითად, როგორც პაბლო ესკობართან იყო რა, პირველი კითხვა სანამ რამეს ახსნას დაიწყებ, ერთი, რატო არ მოსულა ფენტანილი ჯერ ევროპაში? ეს ჩვენი მაფიების ბრალია, რომლებსაც არ უნდათ, იმიტომ რომ კლიენტების თვალსაზრისით ეს ნარკოტიკი ანადგურებს მომხმარებელს და ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ ინარჩუნებ მას. ეს ნარკოტიკი რთულია სამართავად. სჭირდება ეკონომიკა, ემას შემდეგ ვნახავთ იმ პრეზენტაციაში, რომელიც მოვამზადეთ. სჭირდება ეკონომიკა, სად არის ნაკადი? ბოდიშს კი ხდით, იცით? ხანდახან ესპანიზმები გამომდის, გარდა იმ ბაზიკამენტესა და სადაც საჭიროა ძალიან სწრაფი ოპერატიული წვდომა მედიკამენტებზე, შემდეგ ვნახავთ რატო. და სადაც საჭიროა დიდი დამოკიდებულება ტკივილ გამაკუჩებლებზე და განსაკუთრებით არის კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც შენ ხა გაამახვილე ყურადღება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მათთვის, ვინც ნარკოტიკებს ყიდის, დილერები, ესპანურად რო კამელიოს ეძახიან, არის ის, რომ არ იციან როგორ არ მოკლან კლიენტები. ანუ ვერ ახერხებენ ისეთი ფორმულის პოვნას, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ნარკოტიკი გაყიდონ ისე როგორც ადრე ყიდნენ. ამ როგორც სხვა ნარკოტიკებს ყიდიან. იმიტომ რომ ფენტანილი როგორც დღეს ვნახავთ, ძალიან მომაკვდინებელია. ძალიან მცირე დოზაც კი შეიძლება სასიკვდილო იყოს. და რადგან ნარკოტიკების ბევრ ბაზარზე ხშირად ურევენ სხვადასხვა ნარკოტიკს ერთმანეთს, ფენტანილი გახდა უკიდურესად სერიოზული პრობლემა. ეს ეპიდემია. საუბრობთ 10,000-ობით გარდაცვალების შემთხვევაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, შეერთებულ შტატებში. ეს პროდუქტი ჯერ არ ჩამოსულა ევროპაში, მაგრამ ასევე არ ჩამოსულა მირკო ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში. არსებობს კვალი, რამდენიმე მაგალითი არგენტინაში და სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჯერ არ მიუღწევია იმ დონეს, რასაც შეერთებულ შტატებში ვხედავთ. ეკო ფიქრობთ, როცა ფენტანილზე ფიქრობ და იმ ზიანზე, რაც ფენტანილმა გამოიწვია, ბოდიში რომ ვიღიმი, რადგან ცხადია ეს არ არის რამე, რაზეც უნდა გაიღიმო, ხო ასე. მაგრამ მეცინება იმაზე, რომ სულ რამდენიმე წელიწადში
საჭირო გახდა ფენტანილზე ყურადღების და ცნობიერების ამაღლების ეროვნული დღის შექმნა. 2026 წელს უკვე მეხუთე ესეთი დღე გვექნება. ეს ნიშნავს, რომ ეს დაიწყო 2021 წელს, 29 აპრილს, ესე რომ სულ რამდენიმე დღის წინ, 2 კვირის წინ იყო ფენტანილზე ცნობიერების ამაღლების ეროვნული დღე. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის ცნობიერების ამაღლება, იმის შეხსენება, რომ მსხვერპლი ძალიან ბევრია, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდებიც და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზედოზირების პრევენციის სტრატეგიის ხელშეწყობა ნალოქსონით. ნალოქსონი არის ის, რასაც იხენებენ. ეხლა უკვე ყველა სამართალდამცავი ორგანო და ყველა პარამედიკოსი იხენებს მას შეერთებულ შტატებში. როგორც ხედავთ, თქვენთვის ასევე დავამატე უზარმაზარი სარეკლამო ბანერის ფოტო, რომელიც ქუჩაშია განთავსებული. რაც გვაგებინებს, რომ ეს არის ერთგვარი სპრეი, რომელსაც იქენებენ ინჰალატორის მსგავსად, შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხენო, ხო ასეა. მაგრამ ყველაზე გავრცელებული სწორედ ეს სახეობა. ინჰალატორის ნაცვლად, რომელიც ცოტა გავს იმას, რასაც ასთმისთვის იხენებენ, ხო ასეა. ეს არის ნივთიერება, რომელიც ძირითადად დაგეხმარება, რომ საავადმყოფოში ცოცხალი მიხვიდეთ. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლია დოზის გადაჭარბების უკუქცევა, ადამიანი, რომელსაც დოზა აქვს გადაჭარბებული, ნალოქსონის მიღების შემდეგ ადგება და სიარულს დაიწყებს. არა. მაგრამ ის საშუალებას გაძლევს, რომ დროულად ჩაერიონ და სულ მცირე საავადმყოფოში მიგიყვანონ. ასე. როგორ იყენებდნენ რა იყო ეპინეფრინი თუ არ ვცდები, ეპინეფრინი. წამალი მათთვის, ვინც დოზის გადაჭარბების მდგომარეობაში იყო. მახსოვს, მე ვიყავი მირკო რამდენიმე წელი საზოგადოებრივ დახმარებაში, შეიძლება ითქვას, შეიძლება რეკლამა გავაკეთო, რამდენიმე წელი საზოგადოებრივ დახმარებაში მუშაობდი, საზღაპო დახმარების მანქანებზე. და მახსოვს, რომ ჩვენ არ ვიხენებდით, ანუ ესეთი პროცედურა არ არსებობდა. მაგრამ ეხლა როცა წარმოიდგენ რა უნდა გააკეთონ პარამედიკოსებმა, ვინც ჩარევაზე მიდის, ან ზოგადად სამართალდამცავებმა, ან თუნდაც სკოლებში, საჯარო შენობებში, სადაც ზედოზირება ყოველდღიური მოვლენაა, ეს რაღაც აუცილებელ ნივთად იქცა. ანუ ყველა სამართალდამცველს და ქუჩაში მომუშავეებს უნდა კონდეთ ნალოქსონი. ეს იმისთვის, რომ გაიგოთ, რაზე ვსაუბრობთ. ანუ 5 წლის წინ მათ მოუწიათ ფენტანილზე ცნობიერების ამაღლების ეროვნული დღის შეშექმნა. და ქუჩებში არის უზარმაზარი სარეკლამო ბანერები, სადაც საუბრობენ ნალოქსონზე, აი აქაც სადაც ხსნიან, როგორ გამოიხენონ იგი ზედოზირებისას დასახმარებლად. როცა შემთხვევებზე ვსაუბრობთ, აქ ერთი მაგალითი მოვიტანე, რომ უკეთ გავიგოთ, რაზე ვსაუბრობთ. არსებობს სოციალური სტრუქტურაც, რა თქმა უნდა, თუ ვინ იხენებს ფენტანილს უფრო ხშირად, ვინ იღუპება უფრო მეტად. ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მკაფიო სოციალური ფენებია ამ ხრივ. მაგრამ თუ ქვედა მარჯვენა კუთხეში ჩარჩოს შეხედავთ, მიხვდებით, რომ ფენტანილის კრიზისი ნამდვილად ყველას ეხება. 2023 წელს რობერტ დე ნიროს შვილიშვილი გარდაიცვალა. არ ვიცი გასო თუ არა ეს ამბავი. ძალიან ახალგაზრდა 19 წლის. დოზის გადაჭარბებით, სხვადასხვა წამლების, ოპიოიდებისა და სხვა ნარკოტიკების ნაზავის გამო, რომელთა შორისაც ფენტანილიც იყო. ამიტომ საუბრობთ რაღაცაზე, რაც განურჩევლად ყველა სოციალურ კატეგორიას აზიანებს. რა თქმა უნდა, რობერტ დე ნიროს შვილიშვილს ფინანსური პრობლემები არ ჰქონდა, რომელიც, როგორც შემდეგ ვნახავთ, მაინც თავს ესხმის. განსაკუთრებით ისინი, ვინც ყველაზე სუსტ ფენებს მიეკუთვნება ამერიკულ სისტემაში, რომელიც სწორედ ესეთი ტიპის შესაქმნელად არის აგებული, სტრუქტურა და ასეთი ტიპის საჭიროებები გარკვეულ ფენებში. კითხვა. რამდენად ღირს სხვაებთან შედარებით? რადგან თუ შეძლო მათი ჩანაცვლება, ეს ნიშნავს, რომ უფრო მარტივი წვდომაა. ალბათ ფასშიც უნდა იყოს რაღაც სხვაობა. არა მხოლოდ უფრო მარტივი წვდომა, არამედ ის ერევა ან იმალება სხვა ტაბლეტებში. იფიქრეთ, არ ვიცი, წინა სლაიდზე იყო თუ არა რიცხვები. გონი კი ზოგიერთ რიცხვზე. აი იფიქრეთ, 2020 წელზე, 2024 წელზე 10-დან 19 წლამდე ახალგაზრდებში ზედოზილებით გარდაცვალების 75%-ში ფენტანილი იყო ჩართული. 75% სამ გარდაცვლილიდან 4-ში
2020-დან 2024 წლამდე საქმე ფენტანილს ეხებოდა. შეხედეთ ასაკობრივ კატეგორიას. 10-დან 19 წლამდე ჩემი უმცროსი შვილი 7 წლისაა. ანუ თუ დავფიქრდები, ეს ძალიან შემაშფოთებელია. და შემდეგს რო გადავხედოთ, წარმოიდგინეთ, რამდენი ფენტანილია საჭირო სასიკვდილო დოზისთვის. სულ რაღაც 2 მგაბორე. ეს მირკო გვაბრუნებს იმაზე, რასაც ადრე ვამბობდით. ქუჩის ნარკოგამსაღებლები არ იციან როგორ არ მოკლან კლიენტები, რომ მათ შემდეგაც გააგრძელონ ყიდვა. ფუნდამენტურად იმისთვის, რომ შექმნან დამოკიდებულება და შემდეგ მათაც ყიდვა გააბრძევა. იფიქრეთ, რომ ფენტანილი 50 ჯერ უფრო დამოკიდებულებას იწვევს, ვიდრე ჰეროინი. ანუ ის 50 ჯერ უფრო მეტ დამოკიდებულებას იწვევს, ვიდრე ჰეროინი. ეს არის ისეთი ტიპის ნივთიერება, რომ ერთხელ თუ დაიწყე მისი მოხმარება, ძალიან რთულია მისი დატოვება. 50 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ჰეროინი, 100 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე მორფინი. მორფინი არის პალიატიური საშუალება, რომელიც, როგორც ვიცით, ეძლევათ ადამიანებს, რომლებსაც უზარმაზარი ტკივილები ეწყებათ. მაგალითად, როდესაც ონკოლოგიური დაავადების უკვე ტერმინალურ სტადიაში არიან. წარმოიდგინეთ, ფენტანილი 100 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე მორფინი. ჩვენ ვსაუბრობთ ქიმიურ ნარკოტიკზე. ეს არის ნაერთი, რომელიც ქიმიურად იქმება და რომელმაც, როგორც მოგვიანებით ვნახავთ, მექსიკური კარტელები ნამდვილ კრიმინალურ ქიმიურ ინდუსტრიებად აქცია. რადგან მათ დაიწყეს ამ ნაერთის მასიურად წარმოება. მაგრამ ამას გეკითხები დიეგო, თუ ღირებულება ესეთი დაბალია, ზოგი ამბობს, რომ დოზაზე 4 ევროა. ამიტომ მოგების მარჟა ისეთი არ არის, როგორც მაშინ როცა კოკაინს ან ჰეროინს ყიდნენ 50, 100, 150 ევრო გრამზე ასეთი რაღაცები. მაგრამ საქმე ისაა, რომ ღირებულება თითქმის ნულია, ღირებულება წარმოების ღირებულება თითქმის ნულია. რადგან ჩინეთიდან შეძენილი პრეკურსორები ძალიან იაფია და მინიმალური რაოდენობის პრეკურსორებიდან შეიძლება შეიქმნას უზარმაზარი რაოდენობის ფენტანილი, რომელიც შემდეგ ძირითადად ამას მოგვიანებით ვნახავთ, ერთ-ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, როცა დავიწყე მუშაობა იმაზე თუ როგორ შექონდათ კარტელებს ფენტანილი შეერთებულ შტატებში, როგორ მალავენ ფენტანილს და რა არის ერთ-ერთი სტრატეგია, რომელსაც იხენებენ ამ დამოკიდებულების გასაჩენად. და დაფიქრდით რიცხვებზე. 2023-2024 წლებში ფენტანილის გამო ყოველდღიურად 150 ადამიანი დაიღუპა. ანუ 150 ადამიანი ყოველდღიურად. ეს ის წლებია, მირკო, როცა იმ საშინელი ზომბიფიკაციის კადრების ნახვა დაიწყო. სამ წელიწადში 250,000 ადამიანზე ვსაუბრობთ, რომლებიც შეერთებულ შტატებში სინთეზური ოპიოიდების ზედმეტი დოზით გარდაიცვალნენ. 250,000 ადამიანი უკვე საშუალო ზომის ქალაქია ტოსკანაში, მირკო. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარ რიცხვებზე, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ადამიანების ასაკს, ვინც ამაშია ჩართული. თუ შემიძლია გავაგრძელოთ, გადავიდეთ შემდეგზე, აი ეს ცოტას გაჩვენეთ. ეს რუკებია, რომლებიც გაძლევთ წარმოდგენას, თუ როგორ გაიზარდა გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი შეერთებულ შტატებში. ოპიოიდების მოხმარების გამო ეს მაჩვენებელი 2023 წელს 100,000-ზე მეტ მიაღწია. 100,000 ადამიანი, ვინც ზედოზირებით გარდაიცვალა. საშინელი რიცხვი. სინამდვილეში, საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ეს იქნებოდა მისი ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ის კონცენტრირდებოდა. მარჯვენა მხარეს გრაფიკზე მე ჩაგიწერეთ რამდენიმე რიცხვი, რომლებიც განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ პარაბელუმზე ვართ, დაგვეხმარება გავიგოთ, რაზე ვსაუბრობთ. ეს არის ამერიკელი დაუპულების რაოდენობა ბოლო ომებში, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა აწარმოა. ნახეთ, სად არის 100,000 და 100,000-ის გადააჭარბა მხოლოდ პირველმა მსოფლიო ომმა და მეორე მსოფლიო ომმა. არც ერთ სხვა ომს არ მოუკლავს იმდენი ადამიანი, რამდენიც ფენტანილმა მხოლოდ 2023 წელს. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ, ის ომები უფრო დიდხანს გაგრძელდა, არა ისე რომ მხოლოდ ერთი ზუსტად. ისინი ერთი წელი არ გაგრძელებულა. თანაც ჩვენ მხოლოდ 2023 წელს ვიღებთ მხედველობაში.
შეგვიძლია ვილაპარაკოთ 2020-დან 2021 წლიდან დღემდე პერიოდზეც და ჩვენ მართლაც შემზარავ რიცხვებზე ვსაუბრობთ. ხედავთ, რომ ფენტანილის ზედოზირებით უფრო მეტი მამაკაცი იღუპება. თუმცა ქალების რაოდენობაც ძალიან მაღალია. მოგიმზადეთ რუკაც, რათა გაჩვენოთ, სად არის ყველაზე მეტად დაზარალებული შეერთებული შტატები ფენტანილით გამოწვეული სიკვდილიანობის მხრივ. და ხედავთ, რომ არის ორი ზონა, რომელსაც ახლა ვნახავთ. შემდეგ სლაიდებზე, რომლებსაც კონკრეტული სახელები აქვთ, მათთვის ვინც იცნობს შეერთებულ შტატებს, ნამდვილად ნაცნობად მოგეჩვენებათ. ესა რასტ ბელტი და აპალაჩია. ეს ის ზონებია, რომლებიც ძლიერ ინდუსტრიულ დეპრესიას განიცდიან და ძალიან ძლიერი იყვნენ სამთო მოპოვებისა და ინდუსტრიალიზაციის პერიოდში. მაგრამ ეხლა ეს არის მკვდარი ზონები. ამ კუთხით საინტერესოა აღინიშნოს, რომ ეს ყველაზე სოფლის ზონებია ტენესი, კენტუკი, ვირჯინია, ლუიზიანა, ახალი მექსიკა. ყველაზე ინდუსტრიული ან ვთქვათ უფრო კოსმოპოლიტური ზონები რეალურად უფრო ნათელი. დიახ, ასევე არსებობს გადაჯაჭვულობა სოციალურ ფენებსა და ეთნიკურ რასობრივ ნაწილს შორის. და ის დიდი ეკონომიკური დეპრესია, რომელზეც ადრე ვსაუბრობდით, ეს კიდევ ერთი რუკაა, რომელიც ავიღე ძალიან საინტერესო ჟურნალიდან, სახელად El Orden Mundial და ვინც ესპანურად ლაპარაკობს ან შეუძლია ესპანურად წაიკითხოს, ნამდვილად დიდი აღმოჩენა იქნება შემდეგ სურათებში. ზუსტად აქ, როგორც ხედავთ, ეს ნამდვილი ეპიდემია, რადგან ის მთელ შეერთებულ შტატებს აზიანებს. და დღეს როცა ფენტანილზე ვსაუბრობთ, გულისხმობთ ქალაქებსა და ურბანულ, გარეუბნულ სოფლის რეგიონებს. და ნახოთ, სად არის ეს ზონები. ეს არის ნიუ-იორკი, ნახოთ, სად არის ფენტანილის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. და ხედავთ ბრონქსსა და კუინს, რომლებიც ყველაზე მეტად ზიანდება. ეს არ არის ქალაქის ყველაზე მდიდარი უბნები, არამედ ის ადგილებია, სადაც კონცენტრირებული ადამიანები, რომლებსაც ეკონომიკური შესაძლებლობები და პირველადი საჭიროებების დაბისდათმაყოფილების უნარი არ აქვთ ასე მაღალი. და აქ უბრუნდებით ცოტა მირკო იმას, რასაც ადრე ვამბობდით. ეს არ არის ნარკოტიკი, რომელიც ღირს 100 евро გრამში, როგორც კოკაინი ღირდა 10-15 წლის წინ. არამედ ეს არის ძალიან ხელმისაწვდომი ნარკოტიკი. მაგრამ ყველაზე მთავარი ის ძალიან ადვილად იწვევს დამოკიდებულებას. ან ძალიან სულ მავიწყდება ეს სიტყვა იტალიურად, მაგრამ ქმნის დამოკიდებულებას. და შემდეგ სლაიდზე აქ ქვემოთ ბოლოს სურათს ხედავთ. რომ ფენტანილის წითელი ბუთულა შეესაბამება ყველაფერს, რაც მარჯვნივა. ეს არის ჰეროინი და კიდევ უფრო მარჯვნივაცაა, ეს არის მორფინი. ამიტომ ფენტანილის ის წითელი ბურთულა ისეთივე ძლიერია, როგორც ჰეროინი ან მორფინი. მოდით გავაცნობიეროთ, რამდენად მცირე რაოდენობა ფენტანილია საჭირო, რომ მოხდეს დოზის გადაჭარბება. ფენტანილის პრობლემა ისაა, რომ ის უკვე არსებობდა მანამდე, სანამ მექსიკურმა კარტელებმა მისი გამოფენება დაიწყეს. კრიმინალური ქიმიური ინდუსტრიის შესაქმნელად. ყველაზე მარჯვენა სურათზე ხედავთ ფენტანილს მის ლეგალიზებულ კომერციულ ფორმაში, რომელსაც მრავალი წელია იხენებენ ფარმაცევტული კომპანიები. ეს პროდუქტი უკვე რამდენიმე წელია, რაც იწარმოება და გამოიყენება ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ. როგორც ხედავთ, ეს პრეპარატი ჩვეულებრივ 60-იან წლებში შეიქმნა. და ის გამოიყენებოდა მხოლოდ ძლიერი ტკივილის დროს, რადგან იწვევდა მფხისიერ ეიფორიას. ის ძალიან ეფექტურია, რადგან ძალიან ძლიერია. მაგრამ უკვე 60-იან წლებში, როცა ის შეიქმნა, იცოდნენ, რომ მინიმალური დოზაც კი შეიძლებოდა მომაკვდინებელი ყოფილიყო. და იცადე, კითხე რატო. ეხლა
რას გულისხმობ? ნარკოკარტელები ვფიქრობ, ეს მათი საქონელია, ამიტომ იცნობენ მას, რადგან ეს ნივთიერება არ იყო წარმოებული 70-იან, 80-იან, 90-იან წლებში. რატო ეხა $1,000,000 შეკითხვა? მირკო, ეს სწორი შეკითხვაა, რადგან ეხლა პრობლემა თავად შექმნეს სახში. შეერთებულმა შტატებმა. სინამდვილეში მექსიკური კარტელები და ზოგადად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ბაზრის მოთხოვნას გამოეხმაურნენ. იმ მომენტში, როდესაც შეერთებული შტატების კანონმდებლობა იცვლება, იმ მომენტში და ასე შემდეგ, ამას შემდეგ სლაიდებზე ვნახავთ. რაც 80-იან და 90-იან წლებში იყო წახალისებული, ეხლა გასაგებია, რომ ეს შეცდომა იყო. ანუ, სწორედ ასეა, კრიზისი ქუჩაში არ იბადება, არამედ კაპიტალისტურ სისტემაში იბადება. და აქ ამას ძალიან კარგად უხსნით. ეს სწორედ ფარმაცევტული ჯანდაცვის სისტემა, რომელმაც ეს 90-იან წლებში წარმოშვა. და აქაც, ვინც შეიძლება გვიყურებს და კარგად იცნობს ამ ფარმაცევტულ კომპანიებს, ალბათ რაღაც ეჭვი გაუჩნდება. Purdue Pharma, რომელსაც საკლერების ოჯახი აკონტროლებს, აგრესიულად ავრცელებდა ოქსიკონტინს, ანუ ოქსიკოდონს, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ. ეს კიდევ ერთი ოპიოიდია, რომელიც გამოიყენებოდა ტკივილის სამკურნალოდ და წარმოედგინებოდა როგორც ძალიან უსაფრთხო, ძალიან აგრესიული მარკეტინგული კამპანიები. მირკო, ეს ტაბლეტები იხიდებოდა ისე თითქოს უბრალოდ ფრენამდე ტაბლეტს იღებდი. რამდენიმე სიუჟეტი ვნახე, ძალიან ინტენსიური იყო, სადაც აჩვენებდნენ რამდენად არსებობს უზარმაზარი გამოყენება, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ დაძინება შეძლო და ასე შემდეგ. რაც ჩვენთან მხოლოდ რეცეპტით გაიცემა, ამერიკაში კი თავისუფლად ყიდულობ, იღებ, გაითიშები და იძინებ. მოიცა, იქაც ასია. სინამდვილეში მაგალითად ფენტანილი, ლეგალური ფენტანილი მხოლოდ რეცეპტით შეიძლება მიიღო. პრობლემა ისაა, რომ ეს კამპანიები, განსაკუთრებით აგრესიული კამპანიები ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ექიმების მიმართ ფეთქებადი ნაზავი შექმნა. ამ სიტუაციაში კლიენტები ან პაციენტები ამას ითხოვდნენ. ექიმებს დიდი საკომისიოები ჰქონდათ რეცეპტების გამოწერისთვის. და ამიტომ 20 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით დამოკიდებულების სისტემა შეიქმნა. სადაც როგორც კი ტკივილს იგრძნობდი, მაშინვე ოპიოიდს ეძებდი. ამიტომ შეიქმნა სისტემა, რომელმაც ოპიოიდების გამოყენება ტკივილის სამკურნალოდ ნორმად აქცია. სხვა თერაპიები არ არსებობდა, მაშინვე აბებს იღებდნენ, მაშინვე წამლებს იღებდნენ, მაგრამ რა ხდება? ერთ მომენტში კანონი იცვლება, ან თუ არა კანონი, აღქმა იცვლება და სინამდვილეში ფიქრობ სისტემა იცვლება. კარტელები, რომლებიც შემდეგ მოდიან, სწორედ ასეა და უპასუხოთ იმ კითხვას, რომელიც შენ დასვი. იმ მომენტში, როცა გვაქვს 20 წელი მასიური რეცეპტების გაფართოების, ვქნით უზარმაზარ მოსახლეობას, რომელიც დამოკიდებულია ოპიოიდურ ტკივილ გამაკუჩებლეთზე და ვაცნობიერებთ, რომ პრობლემა გვაქვს, ვიწყებთ რეცეპტული მედიკამენტების ხერმისაწვდომობის შეზღუდვას. ამიტომ ვიწყებთ რეცეპტების ამოღებას და ვამბობთ, ეს მედიკამენტები გამოიყენება მხოლოდ ძალიან კონკრეტულ შემთხვევებში და ძალიან კონკრეტული დაავადებებისთვის. მაგრამ ამ ეტაპზე უკვე ასობით ათასი ადამიანი დამოკიდებულია ამ მედიკამენტებზე. და მაშინ რა ხდება? თუ სამართლებრივი სისტემა აღარ გაძნევს ამ მედიკამენტებს, იცვლი მომწოდებელს და ჩნდებიან კარტელები და კრიმინალური ორგანიზაციები, რომლებიც ამას იყენებენ. ისინი ძალიან კარგად აკეთებენ ამას, აქვთ კარგი აუღო, პოულობენ იმ მომენტს, როცა ფიქრობენ, კარგი, აქ ფულის გაკეთება შემიძლია. ალბათ ბაზრის კვლევაც ჩაატარეს ზუსტად. რადგან ეხლა უკვე მათაც ესმით ბაზრის. მაგრამ ასე მოდიან ეს ორგანიზაციები, იმიტომ რომ მოდი გავიხსენოთ, დავიწყოთ 90-იანი წლებიდან 2000-იანებამდე. განსაკუთრებით ოქსიკონტინთან ერთად, როცა მილიონობით ადამიანს დამოკიდებულება განუვითარდა, მაგრამ შემდეგ ფედერალურ დონეზე იწყება ის, რასაც შავ ბაზარს უწოდებთ. ამიტომ იწყებენ ოპიოიდური ტაბლეტების ინტერნეტში ძებნას. და კრიმინალური ორგანიზაციები ხვდებიან, რომ სადაც არის. ლილეგალიტა შეუძლიათ დაიწყონ გაკეთება. ამ დროს იქმნება უზარმაზარი დისბალანსი
იმაში, რასაც ფარმაცევტული კომპანიები და განსაკუთრებით საავადმყოფოების სამედიცინო ცენტრები ან აფთიაქები შეუძლიათ გაყიდონ და იმაში, რასაც მოსახლეობა ითხოვს, სწორედ ამ დროს ერთვებიან დიდ კრიმინალურ ორგანიზაციები. აქ ხედავთ იმ ზონებს, რომლებიც ზუგაზე ვნახეთ, იმ ზონებს, რომლებიც ადრე ვნახეთ. ჟანგის სარტყელი და აბალაჩია. ეს ის რეგიონებია, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა ფენტანილის კრიზისისგან. და ეს არის ის, რასაც ამერიკის შეერთებულ შტატებში სასოწარკვეთის სიკვდილს უწოდებენ. ანუ სიკვდილი, რომელიც გამოწვეულია ეს ტერმინი ეხება ზედმეტი დოზით გამოწვეულ სიკვდილს. თუმცა ეს დაკავშირებულია ყველაფერთან, რასაც მანამდე ვამბობთ. გვაქვს თვითმკვლელობის, ალკოჰოლიზმის, დეპრესიის, უმუშევრობის მაღალი დონეები, რადგან მოხდა მასიური დეინდუსტრიალიზაცია და მუდმივი არასტაბილურობა. იყო ზოგადი მდგომარეობა, რომელმაც სათემო სოციალური ქსოვილის დაშლა გამოიწვია. რაც გამოიწვია უპრეცედენტო სოციალური იზოლაცია მტაცებლურ და კაპიტალისტურ სისტემაში, როგორიცაა შეერთებული შტატები. და ამიტომ ნარკოტიკებმა შეცვალეს ის, რაც ადრე, ესე ვთქვათ, სათემო კავშირებისგან მიღებული კეთილდღეობა იყო. იმ მომენტში, როცა შემეძლო ცდომა მქონოდა, ვიმეორებ, ლეგალური ჯანდაცვის სისტემაში, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ როგორც კი ეს ცდომა წამართვეს, დავიწყეს სხვა მომწოდებლებთან მიმართვა. არ ვიცი, თუ გვაქვს რაიმე კითხვა, მირკო, რადგან მე ვერ ვხედავ, ჩვეულებრივ გვერდით ვხედავ. YouTube-ზე, მაგრამ ეხა ვერ ვხედავ, ესე რომ კითხვებსაც ვერ ვხედავ ამჟამად. არა, ეფრანჩი საუბრობენ, მაგრამ პირდაპირ კითხვები არ არის. ეხა გადავიდეთ მექსიკის საკითხზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. მანამდე ეს სურათი გაჩვენეთ, რაც იქაც ვნახეთ. თუ ფოტოს შეხედავთ, მარჯვენა ფოტოზე, ბოლო ფოტოზე, ზუსტად ხედავთ ნალოქსონს მიწაზე, რომელიც გამოიყენეს იმისთვის, რომ ჩარეულიყვნენ დოზის გადაჭარბებისას. ეს სურათები კენსინგტონიდანაა, ხედავთ ნალოქსონს. გახსოვთ ის სურათი, რომელიც მანამდე ვნახეთ. ეს სურათები კენსინგტონიდანაა, დღისით გადაღებული, ძალიან მაგონებს კრაკოლანდიას, ბრაზილიაში, ამაზე ბოლოს ფრანჩესკოსთან ერთად კენსინგტონზე ვსაუბრობთ. ეს გვაბრუნებს ფილადელფიაში, ფილადელფიის ქუჩაზე, იმ ცნობილ სიმღერაზე, რომელიც ძალიან კარგად ვიცით. ზუსტად ასეა. ეს მძაფრი ვიდეოა. ერთ-ერთი იმ ვიდეოთაგანია, რომელმაც მსოფლიო მოიარა და ცნობილ ზომბიფიკაციაზე საუბრობს. და ასევე იმაზე, თუ როგორ გახდა ტკივილი სოციალური ქსელების მეშვეობით კიდევ ერთი გასაყიდი ელემენტი. რადგან ერთ მომენტში ფილადელფია ასევე გახდა როგორ ვთქვათ, სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად. სწორედ ამ სიტუაციის გამო. ეს არის ფილადელფიის ერთ-ერთი რაიონი, გავიმეორებ, რომელსაც ქვია კენსინგტონი, ფილადელფია, ედელფია. ეს იმ რუკის ზონებია, რომელიც ადრე გაჩვენეთ და რომლებიც ამ საშინელი სოციალური კოლაფსის მდგომარეობაში არიან. რაც ნოკაუტში გაგდებს. ეს ზუსტად რა არის, გესხმის თავს. მას აქვს ძალიან ძლიერი ეფექტი, ფხისიერი, ეიფორიის, მაგრამ შემდეგ ვეღარ აკონტროლებს სხეულს და კუნთები გეკუმშება. რჩები. სრულად. იტალიურად რა ქვია, თითქოს კატატონურ მდგომარეობაში ხარ, ხო ასეა. სრულად უნუნარო რჩები მოძრაობების კოორდინირებაში და ეს არის, ვიმეორებ, როცა ყველაფერი კარგადაა, როცა ცუდადაა, მაშინვე დგება დოზის გადაჭარბება. სადაც თუ არ არის სწრაფი ჩარევა სამედიცინო პერსონალის მხრიდან ან ვიღაცის მხრიდან, ვისაც ხელში აქვს ნალოქსონ, სამწუხაროდ არ ითქმის. ამიტომ ესეთ სიტუაციაში დაფიქრდით მტაცებელი კაპიტალისტური სისტემა, რომელიც თავად ქმნის პრობლემას საკუთარ სახლში, რადგან ეს პრობლემა თვითონვე შექმნა. პრობლემა იმაშია, რომ მილიონობით ადამიანი გახადა ოპიოიდებზე დამოკიდებული ტკივილის სამკურნალოდ.
შემდეგ როცა მიხვდა რომ ეს იყო რაღაც რაც ფსიქიკურად ანადგურებდა ფიზიკამენტე მილიონი დი ადამიანები რომლებიც მაინც მუშები, მუშაკები, მამები, სტუდენტები არიან სადა ერთი ნაბიჯით უკან დაეხია მაგრამ ვერ შეძლო ან არ უფიქრია ვერ წარმოიდგინა რაც არ უნდა იყოს მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი მაინც დაუცველი რჩემოდა და ისედაც უკვე დამოკიდებული იყო ამ მედიკამენტებზე და მასთან მივიდნენ მექსიკური კარტელები რომლებიც ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცით სინალუა ხო ელ ჩაპო გუსმანი და შემდეგ ჩაპიტო ისინი ელ ჩაპო გუსმანის შვილები არიან და ხალისკოს ახალი თაობის კარტელი რომელიც უფრო ახალი კარტელია ხო დაკავშირებულია 2026 წლის თებერვლის მოვლენებთან როდესაც მათი მთავარი ლიდერი ელმენსიო მოკლეს გახსოვს ოპერაცია რომელიც სწორედ შეერთებული შტატების წაქეზებით ჩატარდა იმიტომ რომ მილკო შეერთებულმა შტატებმა უკვე ბაიდენის დროიდანვე ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაზეც ისინი მექსიკაზე ზეწოლას ახდენენ თუმცა ამაზე ნაკლებად საუბრობენ მხოლოდ მიგრაცია კი არა არამედ ფენტანილია ისინი დიდ ზეწოლას ახდენენ მექსიკაზე რათა შეძლონ ფენტანილის შეერთებულ შტატებში შემოსვლის შეჩერება ბაიდენი რატომ რეაგირებენ ამერიკელი პოლიტიკოსები და საზოგადოება. ბაიდენის დროს ამერიკის პასუხი საკმაოდ გულგრილი იყო. შემდეგ კიდე უამრავი სხვა კითხვა არსებობს, მაგალითად აწარმოებენ თუ არა კარტელები ამას თავად თუ ეს ერთობლივი საწარმო ჩინეთთან წარმოიშვა იმ ფაქტიდან, რომ ჩინეთში ძალიან ბევრი მედიკამენტი იწარმოება. ეს არ არის ცოტა ადრე გავიგე ინფორმაცია, ქიმიურადაც არც ისე რთულია ამის გაკეთება. ასე რომ ჩემზე დაბალ დონეზეც კი მაგრამ არ მინდა ამის პოპულარიზაცია არა ეს მათთვისაა ვინც დიდი გულშემატკივარია Breaking Bad-ის კრისტალების დასამზადებლად ნამდვილად გჭირდება ქიმიკოსი ამის გაკეთება კი ბევრად უფრო მარტივია ლაბორატორია საჭირო ასე რომ მას კითხვა არა სინამდვილეში იყო მნიშვნელოვანი რეაქცია ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან ეს იყო ერთ-ერთი კამპანიის ელემენტი ვინიცის ეს არ ყოფილა ერთ-ერთი ყველაზე გაშუქებული ელემენტი უცხოური ტელევიზიების მიერ, რადგან უფრო მეც საუბრობდნენ გეოპოლიტიკაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, მაგრამ შიდა დონეზე, განსაკუთრებით ადგილობრივ კამპანიებში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ელემენტი. რატო ლაპარაკობენ ახლა ამაზე? არ მახსოვს რა ერქვა. კითხვა, მაგრამ აქ საუბარია ამერიკელი ახალგაზრდობის დაცვაზე, ასე რომ, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებზე. ამიტომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ბოლო სამიტზე. ბოლო სამიტი Tres Amigos-ის სამიტები არის ის სამიტები, რომლებიც ამერიკას შორის ტარდება. კანადა, მექსიკა, ბოლო სამიტი, რომელიც ჯო ბაიდენმა ჩაატარა, მაშინ ჯერ კიდევ იყო და ტრუდო. ამ სამიდან იყვნენ ტრუდო, ბაიდენი და ამლო. ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი მექსიკაში შეიკრიბნენ და ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბაიდენმა მაშინვე დააკენა მაგიდაზე, იყო ფენტანილი. ასევე იმიტომ, რომ როგორც ვიცით, ბაიდენს ოჯახშიც ჰქონდა სერიოზული პრობლემები ნარკოტიკებთან. არა, მის შვილს ჰქონდა პრობლემები, უზარმაზარი პრობლემები ნარკოტიკებთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში. ძნელია იპოვო ოჯახი რომელსაც ერთი ან ორი ადამიანი არ ხოლია, ვისაც პრობლემები არ ქონია. კენედის ოჯახსაც მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, ეს სლაიდი, ჩემი აზრით, გადამწყვეტია. წინაჯერზე ვსაუბრობდით კოლუმბიის გარკვეულ რეგიონებზე და ასე შემდეგ, სადაც ფარულად რგავდნენ პლანტაციებს, ტყეშიც კი და ასე შემდეგ. თუ ნახეთ სერიალი ნარკოსი, ნახავდით, როგორ ჭყლედნენ კოკას ფოთლებს, შემდეგ ამუშავებდნენ და ასე შემდეგ. ყველაფერი ჯუნგლებში, ტალღოვანი თუნუქით აშენებულ ქოხებში. Quindi anche difficile da vedere neanche ვერტფრენებით თუ სატელიტებით. და საქმე ისაა, რომ საშიშროება სწორედ აქ იმალება. არა მხოლოდ იმაში, რომ როგორც ჩვენ ამბობდი 50 ჯერ უფრო დამოკიდებულებას იწვევს, ხო? ამიტომ დამოკიდებულება გაცილებით ძლიერად გაკავშირებს, კიდევ უფრო ძლიერი და უფრო სწრაფია ვიდრე სხვა. მაგრამ ის ფაქტი, რომ აქ საქმე გვაქვს აგრარულ ნარკოტრაფიკინგთან, რომელსაც მაინც სჭირდება სივრცეები, უფრო რთულია დასამალად. არსებობს ბევრი ეტაპი, მათ შორის გაწმენდის ეტაპებიც და ასე შემდეგ, ვიდრე ინდუსტრიულ წარმოებამდე სარდაფში. და შემდეგ შეგიძლია აწარმოო იმდენი ფენტანილი, რამდენიც გინდა.
დიახ, სინამდვილეში ფარული ლაბორატორიები შეიძლება ყველგან იყვნენ, ძალიან კარგად ახსენი მირკო. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ბევრად უფრო მარტივ ლოგისტიკაზე, ბევრად უფრო დაბალ ხარჯებზე და ძალიან მარტივ წარმოებაზე. შემდეგ, სწორედ ნახავთ კიდევ როგორი წარმოება. და სხვათა შორის მექსიკურ კარტელებთან დაკავშირებით, რომელიც ამბობს, მაგრამ საიდან მოდის ეს კავშირი ჩინეთთან? არა, იმიტომ რომ აქ ფულის გათეთრება სჭირდებათ. და ამიტომ ჩინური მაფიოზური ქსელების საშუალებით შეუძლიათ ფულის გათეთრება. ამასობაში ისინი შემოაქვთ პრეკურსორები. და შეხედეთ აქ მარცხენა ზედა კუთხეში, ხარჯი არსებობს, იმ ტაბლეტის წარმოების ხარჯი, რომელიც ფენტანილს შეიცავს, მინიმალურია. და მათ შეუძლიათ მისი ძალიან ძვირად გადიდვა. წარმოიდგინეთ, რამდენი ტაბლეტის შეტანა შეუძლიათ შეერთებულ შტატებში ბაზარზე, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველდღიურად მოიხმარს ამ ტაბლეტებს. ანუ, ჩვენ ვსაუბრობთ პროდუქტებზე, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარება. და ერთზე მეტი, ანუ არ არის ისე, რომ მხოლოდ ერთს იღებენ. ამიტომ აქ ხედავთ ხელამ წრეს, ქლიან პროცესს. იდეა ისაა, რომ ჩინეთიდან ჩამოიტანონ ის, რასაც პრეკურსორებს ეძახიან. ანუ პროდუქტები, რომლებიც აუცილებელია აქტივაციისთვის. ამ ნივთიერებების საშუალებით შემდეგ მზადდება ფენტანილი და მორჩა. ლათინო ამერიკაზე ჩემი მეგობარი ფრანჩესკო გუერა. მე ვიპოვე სტატია, რომელიც სწორედ ამ კავშირზე საუბრობს, ამ მნიშვნელოვან კავშირზე ჩინეთთან. დონალდ ტრამპი. მოდი, თუ გინდა მირკო მცირე გადახვევა გავაკეთოთ, ასევე მიმდინარე მოვლენებზეც. ამ მომენტში ის ჩინეთშია და ბევრ საკითხზე ესაუბრება სი ძინპინს. მაგიდაზე ირანის დოსია. რისთვისაც ტრამპმა ჩინეთს დახმარება სთხოვა, მაგიდაზე უდავოდ დევს სანქციებისა და ტარიფების დოსიე, ასევე ტაივანის დოსიე. სი ძინპინი ძალიან კაფიო იყო იმ წითელ ხაზებზე, რომლებიც ჩინეთს ტაივანთან დაკავშირებით აქვს. და ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელსაც ტრამპი უდავოდ გააგრძელებს, ერთ-ერთი ბრძოლა, რომლის მხარდაჭერასაც ტრამპი გააგრძელებს, რომელიც ბაიდენმა დაიწყო თავისი მმართველობის პერიოდში. სწორედ ეს არის მცდელობა, შეზღუდონ პრეკურსორების გაკიდვა, რომლებსაც ჩინეთი მექსიკას აწვდის. და ჩვენ ვიცით, რომ ამ კარტელებს შეუძლიათ შეაღწიონ ჩინეთის არალეგალურ ბაზრებშიც. პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ, რომ ეს პრეკურსორები შეიძლება კანონიერად შეიძინონ. რამდენად არის გავრცელებული ამერიკა ცხადია, მაგრამ სხვა ადგილებში ჩნდება ესეთი ბუშტები? ამ ეტაპზე, როგორც ადრე ვსაუბრობდით, ასეა. ამ ეტაპზე ეს ჯერ კიდევ არ არის პროდუქტი, რომელიც ლათინურ ამერიკაშია განკუთვნილი ან გავიდური ამ ეტაპზე. ლათინური ამერიკის ბაზრებზე, როგორც ჩანს, მას მოთხოვნა არ აქვს. ასევე იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გიმეორებ, აქვს გარკვეული პრობლემები, პირველ რიგში დისტრიბუციის ქსელები, რადგან აქვს საუბრობთ მოსახლეობაზე, რომელიც უკვე ძალიან დამოკიდებულია ოპიოიდებზე. ეს არ არის პროდუქტი, რომელსაც ადამიანი პირდაპირ მიმართავს. ეს არ არის უბრალოდ კანაფის მოწევა, რომ თითქოს გადავდივარ კანაფიდან ფენტანილზე. გულისხმობ მოსახლეობას, რომელსაც უკვე ძალიან აკლია რაღაცები. ბჭყალებში ესე ვთქვათ უდურა. დიახ, კულტურა. რომელიც ესეთ რაღაცებს ხელს უწყობს ზუსტად და განსაკუთრებით ჩვენ ვსაუბრობთ ფასებზე, სადაც $15 ერთი აბი, იმ ქვეყნებში, სადაც მინიმალური ხელფასი $340-ია, ან $250. მოკლედ, ეს ფასები ყოველდღიურად ხელმისაწვდომი არ არის. არა ყველასთვის. არა იმ ტიპის ბაზრისთვის, რასაც კარტელები მოიაზრებენ. და კიდევ არის ეს დიდი კითხვა, რომელიც ცოტათი ჰაერში. და რომელიც კვლავ პასუხგაუცემელია. აქვს თუ არა ჩინეთს ინტერესი შეაჩეროს პრეკურსორების გაკიდვა კარტელებისთვის, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, რათა შიგნიდან დაასუსტონ დიდი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მტერი. რადგან ის, რაც ფენტანილთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, ეროვნული მასშტაბის სერიოზული პრობლემაა, რომელიც შიდა სტაბილურობას არაერთ სირთულეს უქმნის. და ასევე არაერთ პრობლემას უქმნის სისტემას, რომელიც ისედაც კოლაფსის ზვარზეა, როგორც საავადმყოფოების,
ასევე სოციალური სტრუქტურების დონეზე. და ზოგიერთ რეგიონში სწორედ ესე, იმიჯის თვალსაზრისითაც. ბოლოს შენ ახსენე თუ არ ცდები, როცა ტრამპმა დაიწყო ცოტა როგორც იტალიურად ამბობენ ესპანურად მატონი, ხო? როცა გრენლანდიაზე ცოტა კოკოჩობა დაიწყო და გრენლანდიელებმა დაიწყეს TikTok-სა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნება ამოღებულია ძანიკელიდან. განას. ზუსტად ეს სიტყვა მრჩებოდა. და ხო, ძირითადად მაფიოზური დამოკიდებულება დაიწყეს სოციალურ ქსელებში ამ ვიდეოების გამოქვეყნება, სადაც კენსინგტონის საშინელ სცენებს ხელახლად გამდნენ, რაც ადრე ვნახეთ. ასე რომ იმიჯის დაზიანების თვალსაზრისითაც ეს საშინელია. ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩინეთთან დაკავშირებით კითხვები უნდა გავითვალისწინოთ. არის რამდენიმე საინტერესო კითხვა. დიახ. მხოლოდ ეს მინდოდა მეთქვა. წარმოიდგინეთ, ჩინეთში ეს პრეკურსორები ლეგალურად იყიდება. კარტელებს არაფრის გაკეთება არ სჭირდებათ, მათი არალეგალურად შესაძენად, თუმცა თუნდაც ჩინეთს მათი აკრძალვა უნდოდეს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კარტელებს მაინც ექნებათ შესაძლებლობა, რადგან მათ უკვე მჭიდრო კავშირები აქვთ მაფიოზო ფულის გათეთრების ქსელებთან, რომ ამ პრეკურსორებზე წვდომა მოიპოვა. ამიტომ ეს არ არის ისე, რომ სი ძინპინი ხვალ იტყვის, აღარ უკიდით პრეკურსორებს და ეს ყველაფერი ორ დღეში დასრულდება. რამდენად სწორი ანალოგია ფენტანილის კრიზისსა და მე-19 საუკუნის ოპიუმის ომებებს შორის და შემდეგ, რა თქმა უნდა, კითხვა ჩართულია თუ არა ტრიადა. ლაშ, Winter Night გააკეთე, არ ვიცი რა ქვია. ამიტომაც გეძახი Winter Nights. რადგან ეს სახელი დავინახე Winter Night, გააკეთე იდეალური ანალოგია. ეს არის 21 საუკუნის ოპიუმი შეერთებული შტატებისთვის, ფენტანილი და ის მართლაც ასე განიხილება ამ დონეზე. სინამდვილეში ისინი ცდილობენ მიიღონ საწინააღმდეგო ზომები, რომლებიც ამ დონეზეა. ტრიადა ამაში ჩართულია. აქ მენატრება ფრანჩესკო, რომელიც ყველაზე კარგად ერკვევა პირდაპირ კავშირებში. ინტუიციით ვითხოვდი, რომ დიახ ძნელია, ესეთი მასშტაბის ვაჭრობაში, ამ დონეზე, ამდენი ფულის ბრუნვაში ტრიადა არ იყოს ჩართული. მაგრამ ამაზე უფრო ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგცემ, რადგან მხოლოდ ინტუიციით და მოსაზრებით ვისაუბრებდი და არ მიყვარს არც ინტუიციით, არც მოსაზრებით საუბარი, არ მიყვარს იმ საკითხებზე საუბარი, რაზეც მონაცემები არ მაქვს. თუ ვიპოვი დოკუმენტებს ან ცხაროებს, რომლებიც მიმაჩნია სარწმუნოდ, დამაჯერებლად. შემდეგ გადავცემ მირკოს, რომ საჭიროების შემთხვევაში გააზიაროს. არა. საინტერესოა, რადგან წინა ჯერზე სწორედ აღმოსავლეთ ინდოეთმა გახსნა ფაქტობრივად აქ კი კარტელები წავიდნენ ჩინეთში სარგებლისთვის. ან მათ თვითონ მოძებნეს ისინი. რაც ცნობილია. მე კიდევ ერთხელ გიმეორებ, ჩემი თვალსაზრისით. მექსიკური კარტელების თვალსაზრისით ჩინური ტრაიადები, ანუ ჩინური მაფიები, თქვათ მაფიები, ჩინური მაფიები, რომლებიც ვიცით, რომ გლობალური გავლენა აქვს და ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპას, აზიას ეხებიან და ისინი დაკავშირებულნი არიან ადამიანებით ვაჭრობასთან, იარაღის კონტრაბანდასთან, ნარკოტიკების ტრეფიკინგთან. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი თითქმის ყველა იმ დიდ საერთაშორისო უკანონო ვაჭრობას ეწევიან. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმაში, რაც მექსიკური კარტელებისთვის ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია, ანუ ფულის გათეთრება. ამიტომ იქ არის მთავარი გადაკვეთის წერტილი. იმ მომენტში, როცა მექსიკურ კარტელებს ფულის გათეთრებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდებათ, ისინი აუცილებლად კონტაქტში შედიან ჩინურ მაფიოზურ ორგანიზაციებთან, რომლებიც თავის მხრივ შეიძლება იყვნენ ის დიდი პარტნიორები, რომლებიც ამ კარტელებისთვის აუცილებელია უზარმაზარი რაოდენობის პრეკურსორების შესაძენად. რადგან ჩვენ ვსაუბრობთ წინამორბედების უზარმაზარ რაოდენობაზე, რომლებიც შემდეგ ამ რაოდენობებისთვის არის საჭირო. ფენტანილის. წარმოიდგინეთ, რომ მოგებები, რომლებიც ლათინურ ამერიკაში წარმოიქმნება, შემდეგ ამ არხებით გადაადგილდება აზიასა და ასევე შეერთებულ შტატებში, სადაც ტრაიადებს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ.
რადგან იდეა ყოველთვის არის მათი შენარჩუნების მცდელობა. შეიძლება, რა თქმა უნდა, დოლარი იყოს, როგორც ამას ჩვენი ცნობილი კოლუმბიური კარტელები აკეთებდნენ, რომლებიც ბოლოს ფულსაც კი მიწაში მალავდნენ. მაშ სანამ დანარჩენზე გადავიდოდე, მინდა დღევანდელ სპონსორს მადლობა გადაუხადო, რომელიც რა თქმა უნდა ინკოგნი. ფიქრობ თქვენს შემსავით ყოველდღე იღებთ სპამ წერილებს იმ სერვისებისგან, რომლებსაც არც კი გახსოვთ, რომ ოდესმე გამოიყენეთ ან დარეგისტრირდით. რა თქმა უნდა, ეს სერვისები გთავაზობენ ტარიფებს, შეთავაზებებს და ასე შემდეგ. თუ გაკვირვებული ხართ, როგორ მოიპოვეს მათ თქვენი ელფოსტა ან ტელეფონის ნომერი, იცოდეთ, რომ ყოველ ჯერზე, როცა რეგისტრირდებით სერვისზე და ეს სერვისი უფასოა, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი თავად თქვენ ხართ. აბა რას აკეთებს ინკოგნი? ინკოგნი არის სერვისი, რომელიც ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების ონლაინიდან წაშლაზე სხვადასხვა საიტებიდან და მონაცემთა ბროკერებისგან. მიზანი არის იმ ინფორმაციის რაოდენობის შემცირება, რომელიც ინტერნეტში თავისუფლად ტრიალებს. ეს გეხმარებათ არა მხოლოდ თავიდან აიცილოთ თქვენი მონაცემების მარკეტინგული მიზნებისთვის გადაპირობისთვის გადაყიდვა, არამედ ამცირებს სპამს, არასასურველ ზარებს და ამცირებს რისკს, რომ ეს ინფორმაცია ბოროტი მიზნებისთვის იქნას გამოყენებული. ონლაინში ნაკლები მონაცემი ნიშნავს ნაკლებ შესაძლებლობას პროფილირებისთვის. ასევე ამცირებს მიზანმიმართული შეტევების, მაგალითად ფიშინგის რისკს. როდესაც ცდილობენ თქვენი მონაცემების მოტყუებით მიღებას. ინკოგნი სხვებისგან განსხვავებით თქვენს მონაცემებს არ პირდის. რა თქმა უნდა, ცოტა იხდით, უпростоრად ძალიან ცოტას, რადგან თუ ჩემს ფასდაკლების კოდს გამოიყენებთ, 60%-იან ფასდაკლებას მიღლებას მიიღებთ. პირადად მე ვიყენებ მას როგორც ტელეფონის ნომრისთვის, ასევე ელფოსტისთვის და უნდა ვთქვა, რომ მუშაობს. თითქმის ნულამდე დავიყვანე შეწუხება, პრაქტიკულად აღარ მირეკავენ. ასე რომ დაიმახსოვრეთ, თუ ვერ გიპოვიან, ვეღარ შეგაწუხებენ, ასე რომ ინკოგნი არის თქვენი და ჩემი პრობლემების გადაწყვეტა. ბულს ნახავთ ჩატში, აღწერაში, მიმაგრებულ კომენტარში, მხარი დაუჭირეთ არხს და თავიდან აიცილებთ შემოთავაზებებს და უსიამოვნებებს. და ამას პირადად ვამბობ, რადგან არხის ელფოსტა, რომელსაც სისუფთავეს უნარჩუნებდი, უკვე გამოვიყენე არხის ელფოსტა რეგისტრაციისთვის, აც კი თემუზე ან სხვა რამეზე. ყოველ თვე სისტემატურად მომდიოდა ერთი სპამის წერილი, მეტი, არ ვიცი საიდან ჭანდაბიდან მოიპოვეს არხის ელფოსტა. ინკოგნის დახმარებით შევძელი მათი წაშლა. არა მხოლოდ გამოწერის გაუქმება, დაბლოკვა და მსგავსი რაღაცები, აღარ მომდის ეს წერილები. კარგი, შესანიშნავად ჯრერს ნამდვილად გამაჯერე, რადგან მეც მუდმივად მომდის იმეილები, ბლოკავ და მაინც სხვა იმეილი მოდის. მაგრამ ამას მეგობრებსაც ვეუბნები, მაგალითად ადამიანი, რომელიც ჩემს სარდაფში მუშაობს, რომელსაც ვარემონტებ, მან დააყენა ეს, მისი ცოლიც აყენებინებდა, რადგან ბევრს უნდა ამ ზარების თავიდან მოშორება. იცი, როცა ადამიანი მუშაობს, ზარი მოდის. ეხლა ერთი რამეა, როცა მე ვმუშაობ კომპიუტერთან და სულ სხვა, როცა ვიღაცა ხელით რაღაცას აკეთებს. და ყველაფრის შეჩერება უწევს, რომ ამ წყეულ ზარს უპასუხოს. და ჩემი აზრით ინკოგნიმ უნდა მოიპაროს, ჩემი განსაზღვრება. რა მნიშვნელობას ანიჭებთ თქვენს დროს? იმიტომ რომ საბოლოოდ ეს დროის დაზოგვაში გეხმარებათ. სადე მიხიდო, კარგი იდეა, მაშინ მე ამ განსაზღვრებას გამოვიხენებ, იმიტომ რომ მეც დავამატეთ ჩემს რეკლამას ესპანურად. ზუსტად რა მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს დროს? როგორც იცით, მეც და მირკოც ამ საღამოს დროს გავაზოთ ცოდნას უზიარებ. ვთხოვთ თუ შეგიძლიათ და გსურთ, გამომხევით Instagram-ზე, შემდეგ მირკო ჩატში ჩააგდებს ბმულს. სინამდვილეში ჩემი Instagram-ის არხზე ლათინურ ამერიკაზე ვსაუბრობ, ვხვევი სხვადასხვა საქმიანობაზე, რომელსაც პროფესორის რანში მადრიდში ვეწევი, როგორც ჟურნალისტი და როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის ექსპერტი. ამიტომ თუ გსურთ, როგორც ჯილდო იმ დროისთვის, რომელსაც ვუთმოგთ და ვიხენებთ ამ ყველაფრის მოსამზადებლად, თუ გამონხვებით, ძალიან გამიხარდება და შემდეგ შეგვიძლია საუბარი ჩემს არხებზეც გავაგრძელოთ. ეხლა თუ დაუბრუნდებით წარმოებას, აქ ერთ-ერთი დიდი ცვლილების მომენტი გვაქვს, მირკო. იმიტომ რომ ჩვენ გადავედით კრიმინალური ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ხალისკო ნუევა, გენერასიონი, სინალუას კარტელი, რომლებიც ცნობილია როგორც ნარკოტრაფიკის კრიმინალური ორგანიზაციები,
ნამდვილ კრიმინალურ ქიმიურ ინდუსტრიებამდე. ანუ ჩვენ კრიმინალური ორგანიზაცია გავაფართოეთ. ეხლა იმიტომ რომ როგორც შენ ამბობდი, საკმარისია რამდენიმე ინგრედიენტი, ნებისმიერი გამოსაკენებელი სივრცე და განსაკუთრებით სპეციფიკური ოპერაციები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ისინი ანადგურებენ ერთ ლაბორატორიას, მე კი ძალიან მალე 10 ახალს ვქმნი. ამიტომ კარტელებისთვის ეს ერთ-ერთი მართლაც მნიშვნელოვანი ელემენტია, ერთ-ერთი დიდი ნაკადი, რომელიც საშუალებას აძლევს მიიტან. დიფარარივარე ფული ნარდი თანხის ნაკადი. რადგან არსებობს დეცენტრალიზაცია, დაახლოებით ისე როგორც უკრაინაში ასობით ლაბორატორია, რომლებიც დრონებს ამზადებენ და ამიტომ რთულია მათი დარტყმა, წარმოების შეჩერება, აქაც შეუძლია დეცენტრალიზაცია. თუ ადრე ცდილობდი ყველა პლანტაცია ერთ ადგილზე გქონოდა, რადგან შემდეგ უნდა დადამუშავებულიყო, ცენტრალიზებულიყო და ასე შემდეგ, ეს ძალიან მოუხერხებელი იყო. რადგან თუ ვთქვათ, ერთი კოკას პლანტაცია დაქვს ერთ ადგილას, მეორე 50 კილომეტრში მერე უნდა გადაიტანო პროდუქცია და ასე შემდეგ. აქ კი შეიძლება კონდეს ბევრი პატარა ლაბორატორია, რომლებიც შეიძლება დათმოკიდეც, იმ აზრით, რომ თუ ერთს აღმოაჩენენ, არაფერს დაკარგლავ, რადგან არაფერი განსაკუთრებული არ არის. ზუსტად შეიძლება დათმოკიდეც, ადრე კი დიდი პლანტაციებისთვის და მთლიანად ამ ყველაფრისთვის ხელმძღვანელობის ჯაჭვშიც ძალიან სანდო ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ. რადგან თუ მართვის ჯაჭვი გაიშიფრა, შეიძლება უზარმაზარი პლანტაციები გაანადგურონ. ვიფიქროთ იმაზე, როცა ყველაფერი დაიწყო დიდი კარტელებით, რომლებიც თავიდან მარიხუანაზე მუშაობდნენ და არა კოკაინზე. მაგრამ ეხლა კარტელებმა დაიწყეს სტრატეგიის გამოყენება, რომელიც ჩემი აზრით და ამას მე ვამატებ, საშინელია. არ ვიცი უკვე შემდეგ სლაიდზე ჩანს თუ არა, აი აქ დაგიდეთ წარმოება ის, რაზეც ადრე ვსაუბრობდით. აქ უნდა ჩავწეროთ ნომენკლატურაში. მირკო, სახლში ნუ გააკეთებთ ამას. სახლში ნუ გააკეთებთ ამას, აქ ამას აკეთებენ დამოცდილი ადამიანები. ზუსტად, სახლში ნუ გააკეთებთ ამას. გაფრთხილება აქ ვაჩვენეთ, რომ სინამდვილეში ძალიან ცოტა დრო სჭირდება 25 გრამი ფენტანილის წარმოება დაახლოებით $800,800 ღირს. და ეს შავ ბაზარზე აბების სახით $800,000-მდე ღირს. ანუ ჩვენ ვაცნობიერებთ ტანსაცმელი არასწორად ჩავიცვი. იმ ქანხის რაოდენობას, რომელსაც კარტელები ფენტანილზე შოულობ. ამიტომ კარტელებმა ფენტანილით აავსეს შეერთებული შტატები, რადგან ამ სინთეზურ ნარკოტიკზე შეუძლიათ უზარმაზარი თანხის შოვნა. ამიტომ მათ საპირისპირო პრობლემა გაუჩნდათ, ანუ იმდენად ბევრს აწარმოებენ, რომ პრობლემა ისაა, ვის მიჰყიდონ. ზუსტად ასეა და განსაკუთრებით ეს პრობლემა უკავშირდება იმას, რასაც ადრე ვამბობდით. მაქვს ნაკლები კლიენტი, ვიდრე შემიძლია ვაწარმოო და განსაკუთრებით უნდა ვიყო ძალიან ფრთხილად, რადგან ეს რამე სასიკვდილოა. ამიტომ თუ კარგად არ გავკიდი და თუ არ ვიზრუნებ იმაზე, რომ სწორად გამოიყენონ, კლიენტები დამიმთავრდება. რადგან 100,000 ადამიანი, ვინც ჭარბი დოზით გარდაიცვალა, ყველა ფენტანილის გამო არ იყო. თქვათ 80-70,000 ფენტანილის გამო გარდაიცვალა. და ეს ნიშნავს 80,000-ით ნაკლებ კლიენტს. მაშ მიხევი ამ მსჯელობას, მირკო, ეს საშინელი მსჯელობაა, გააგრძელე ეს მსჯელობა. თუ მე პრობლემა მაქვს, ანუ მე მაქვს შესაძლებლობა არის. ამერიკული კაპიტალისტური სისტემა, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალიან დააჩქარა ტკივილ გამაყუჩებლების რეცეპტების გამოწერა. მან შექმნა მომხმარებელთა ჯგუფი, რომლებიც ადრე იყენებდნენ ოქსიკონტინს, შემდეგ კი დაიწყეს სხვა ოპიოიდების საჭიროება. ამიტომ მე ნარკოკარტელი, მექსიკური ნარკოკარტელი, ვხედავ შესაძლებლობას, შემოვდივარ და ვიწყებ აბების გაყიდვას, ვიწყებ ფენტანილის გაყიდვას. იმისთვის, რომ ოპიოიდური ტკივილ გამაყუჩებლების მოთხოვნა დავაკმაყოფილო, რომლებსაც ათასობით ადამიანი ყავთ, რომლებიც ამერიკულმა სისტემამ დამოკიდებულება დააქცია და ეხლა აღარ ყიდის მათ წამლებს. მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს. ზოგი იღუპება, რადგან დოზას აჭარბებს და ფენტანილის ზედმეტი წარმოება მეწყება. და მაშინ რას ვაკეთებ? და სწორედ აქ მოდის ის, რაც ჩემი აზრით საშინელია. აქ ამ რუკებზე ხედავთ იმ წერტილებს, რომლებიც გამოიყენება
ფენტანილის შეერთებულ შტატებში შემოსატანა. მათ შორის არის სწორედ ის წერტილებიც, რომლებიც სინალოას კარტელისა და ჩაპიტოსის მიერ კონტროლირებად ზონებს ეხება. არ არის შემთხვევითი, რომ მენჩოს ან მექსიკაში განხორციელებული ერთ-ერთი დიდი ოპერაციის წინ წავიდნენ და ჩაპო გუსმანის ერთ-ერთი შვილი დააკავეს. მაგრამ რომ მივიდე იმაზე, რაც მინდოდა აგეხსნათ, რა სტრატეგიას იხენებენ კარტელები ახალი კლიენტების მოსაზიდად. მოდით ნახოთ თუ მიხვდებით. ეს არის რაღაცა ისეთი ბოროტი, ჭკვიანი და ამავე დროს ბოროტი, რომ სასიკვდილოა. მე ხელოვნურ დეფიციტს შევქმნიდი, რათა ფასები ამემაღლებინა. ხელოვნურ დეფიციტს შექმნიდი. მე ერთ მინიშნებას მოგცემ. დაიმახსოვრე ფენტანილის დამოკიდებულების ეფექტის ძალა. ის 50 ჯერ უფრო ძლიერ დამოკიდებულებას ქმნის სასიკვდილოს. ფასის ასამაღლებლად ხელოვნურ შიმშილს შემქმნიდი. ხელოვნური შიმშილები. აქ ვიღაც ამბობს, რომ მათ არიგებენ, ატარებენ საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, სწორედ იმისთვის, რომ ხალხმა არ გამოიხენოს. და იმდენად იაფია, რომ გთავაზობ აქციას, არა? აბა რასაკეთებენ? აი ვიღაცამ თქვა, აი სტრატოსამუ მალავენ სადღაც სხვაგან, რომ ხალხი დამოკიდებული გახდეს და იხიდოს. სტრატოსამუ რო იხოს პრიზი, შენ მოიგებდი სტრატოსამუ. კი, შეგიძლია სხვა ნარკოტიკების გაყიდო, კი შეიძლება მსუბუქი და გავაგრძელოთ. წავიდეთ, მაგრამ შენ გააკეთებ. ეს ტექნიკა ამას ნარკოტიკების გამყიდველებიც იყენებენ, მეც უყურებდი საინფორმაციო ნარკოტიკებზე, ამ ტექნიკას იყენებდნენ პირველად. გიყიდიდნენ კარგს, მერე იწყებდნენ მის განზავებას. თავიდან კარგს უფასოდაც კი გაძლევდნენ, რომ შეგეჩვიო. და მერე სულ უფრო განზავებულ გაძლევდნენ, რომ გაზარდონ თავიანთი მოგება, ამ დროს შენ უკვე გიწევს ყიდვა. ასე რომ, მაგრამ აქ პირიქით ხდება, შენ არ გინდა ისინი მალავენ მას პროდუქტებში, სადაც არიცი რო არის და როცა მოიხმარ, უკვე ადამიანი ხარ, რომელიც ფენტანილს ეძებს. თუ გადავიდეთ შემდეგ სლაიდებზე, ფიქრობ, რომ უკვე შემდეგ სლაიდებზე აქ არის. და გესაუბრებით იმ ფენტანილის რაოდენობაზე, რომელიც მექსიკის ხელისუფლებამ აღმოაჩინა და ჩამოართვა. ეს არის ის, რასაც ადრე ვამბობდით, მირკო. ნახე, თელ მექსიკაში უზარმაზარი რაოდენობის ფენტანილი ჩამოართვეს. მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს ჩამოართმევენ. რატო? ის წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით იწარმოება, შემდეგ სლაიდზე მგონი სწორედ ისაა, გადავიდეთ, აი აქ ვართ. მათ ქმნიან კალკ ტაბლეტებს, მირკო, ოქსიკოდონის, ალპრაზოლამის, ქსანაქსის სახელით, ქმნიან კალკ ტაბლეტებს, რომლებიც ფენტანილს შეიცავს. მომივიდა იდეა, მაგრამ რჩევების მიცემა არ უნდა. ის არა, მე არა. ლურჯი ტაბლეტები ბიჭებისთვის. ავსებენ ბაზარს, განსაკუთრებით ონლაინ ყიდვისას, რადგან ეს ტაბლეტები უმეტესად ონლაინ იხიდება. რადგან გავიხსენოთ დაუბრუნდეთ საწყის წერტილს, თუ ვინმე ხა შემოგვიერთა. ამერიკული სისტემა, რომელიც 80-იან წლებში, 90-იან წლებამდე და 2000-იანების დასაწყისში უზარმაზარი რაოდენობით ოპიოიდურ თქიმიურ გამაყუჩებლებს ყიდდა. ძალიან მარტივი რეცეპტებით. რადგან ფარმაცევტული კომპანიები ექიმებზე ზეწოლას ახდენდნენ. და ერთ მომენტში სისტემა იცვლება და ამბობს: "კარგი, ჩვენ უზარმაზარი დამოკიდებულება შევქმენით, უნდა შევაჩეროთ. აღარ დაუშვათ, რომ ეს ასე ხერმისაწვდომი იყოს." და სატყიდულობენ ადამიანები აბებს ინტერნეტში. ისინი შედიან ინტერნეტში და ეძებენ აბებს. და ვინ ყიდის ინტერნეტში ამ აბებს? კარტელები. მაგრამ ისინი არ ყიდიან იმ ჩვეულებრივ აბებს, რასაც ადამიანები ეძებენ. არამედ ყიდიან ყალბაბებს, რომლებიც შეიცავს ფენტანილის რაოდენობას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება, რაც შემდეგ გაძალებს ისევ ეძებო ის. ფენტანილი. DEA-ის მიხედვით, კარგად ვიცით, რომ ეს არის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაცია, 4 გამოკვლეული ყალბი აბიდან ერთში იყო ფენტანილის ნაწილობრივ სასიკვდილო დოზა. ამიტომ ფრთხილად იყავით, რადგან ისევ იმ საკითხთან ბრუნდებით, არა მხოლოდ ყალბი აბებია პრობლემა, არამედ იმის მიხედვით, ვინ ამზადებს და როგორ მზადდება, ამ აბებში შეიძლება იყოს სასიკვდილო დოზებიც. ამიტომ მივდივართ იქ, ვკლავთ იმ ადამიანს, რომელიც ჩვენი სტრატეგიის მიხედვით შესაძლოა მომავალში უნდა გამხდარიყო საერთო შეთანხმების ნაწილი. ბაზარზე ბევრი საშიში პროდუქტია, მე ვხუმრობ აუდიტორიასთან, Viagra, Nil, ასეა.
იმიტომ რომ იქაც უნდა დავამატო ლურჯიც, ისაბიც. ან არის მთელი სამყარო, ვინც სპორტ დარბაზში დადის. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. იქ ყველაფერი არის, შეიკები, პროტეინები, რაღაცები, დიდი აბები, ანდროლონი, ეს ყველაფერი. დიახ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სწორედ სლაიდზე ამას გაჩვენებთ, რადგან მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება. ეს მედიკამენტები, რომლებიც ხშირად ინტერნეტშიც იძებნება, ხშირად ახალგაზრდები ეძებენ, რადგან ისინი გამოიყენება ასევე შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალოდ, მთელი რიგი სიტუაციებია, რომლებიც ძალიან კარგად ვიცით, რომ ფართოდ არის გავრცელებული განსაკუთრებით Z თაობაში. ანუ ისინი მიც დაიბადნენ. ამერიკელები მსოფლიოში ყველაზე მეტად იყენებენ ფსიქოლოგების მიერ დანიშნულ წამლებს. სწორედ ამაზე. ამიტომ იქ იკვეთება სხვადასხვა ელემენტი, რომელიც სოციალური თვალსაზრისით დამანგრეველია, მაგრამ ეს ძალიან საინტერესოა კრიმინალური ორგანიზაციების სტრატეგიისთვის, გავიმეოროთ, რომლებიც ნამდვილ ქიმიურ და კრიმინალურ ინდუსტრიებად იქცნენ, რადგან ჩემი აუდიტორია ძალიან ახალგაზრდაა, რომლებიც ხშირად ინტერნეტში ეძებენ ტაბლეტებს, ხშირად ისე რომ მშობლებსაც არ ეუბნებიან, რადგან მათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური შესაძლებლობა აქვთ და მე ვყიდი მათ იმ ტაბლეტებს, რომლებიც შემდეგ ფენტანილის მოხმარებლებად აქცევს. მნიშვნელოვანი კითხვა. როგორ ხარჯავენ ამ ფულს? არმიებზე და ასე შემდეგ. რადგან ადრე გჭირდებოდა უზარმაზარი შეიარაღებული არმია, რომ დაგეცშოთ წარმოება, კოკაინის ტვირთები, ეს ყველაფერი, რაც ეხლა როცა ტვირთების დაკარგვაც უკვე ასატანი გახდა, აი ეს ტვირთი და ვის აინტერესებს, რამდენი ღირს ეს 1 ტონიანი ტვირთი? $10,000. ადრე 1 კილოგრამი $10,000 ჟირდა. ამიტომ არის ტრანსფორმაცია ამ კუთხითაც კი, დიახ. ამაზე ცოტა ვისაუბრეთ ფრანჩესკოსთან ბოლოს. მაშასე დარწმუნებით აღარ არის საჭირო ეს არმიები, რომლებიც ტერიტორიას აკონტროლებენ. მაშასე რა თქმა უნდა, მათ მაინც უნდა იბრძოლონ ტერიტორიაზე, რადგან გვახსოვდეს, რომ სინალოას და ხალისკოს კარტელები მექსიკაში ტერიტორიებისთვის უკვე ერთი ქაობაა იბრძვიან. შემდეგ ისინი აწარმოებენ პროქსი ომს სხვა ტერიტორიებზე. გავიხსენოთ ეკვადორი მაგალითად, სადაც ეს ორი მექსიკური კარტელი იყენებს ადგილობრივ შეიარაღებულ კრიმინალურ ბანდებს პროქსი ომისთვის. იმისთვის რომ მიიღონ ცდომა განსაკუთრებით პორტების ზომებზე, მაგრამ ასევე ნარკოტრაფიკისა და ამაზონის მარშრუტებზე და შემდეგ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ვიმეორებ ამაზე განსაკუთრებით ფრანჩესკო საუბრობდა ბოლოს, არის ფულის გათეთრება. ეს არის კარტელებიდან მიღებული ფულის შეხწევა, რომელიც ყველგან სხვილ ინვესტიციებში შედის. გაიხსენეთ, ეს დიდი ხნის წინ არ მომხდარა, მაგრამ გავიხსენოთ პანამის დოკუმენტები. იქ პანდორას ხუთი გაიხსნა. რამაც გვაჩვენა, რომ მაგალითად მე პანამაში ცხოვრობდი და პანამაში ეს შესამჩნევია. იგრძნობა ჰაერში. ქალაქში ბევრი უბანია, სადაც ინვესტიციები აშკარად ფულის გათეთრების სტრატეგიის ნაწილია. გიგანტური შენობები შენდება და შემდეგ ცარიელია, ანუ იქ რჩება და აშენებულია მხოლოდ იმისთვის, რომ ფული გათეთრებულიყო. შეძლეს ცოტა ფულის აღება. ეს არის შეთქმულების ნაწილი, არის შეთქმულება, ეს არის ჩინეთი, ვინც ამ ყველაფერს უბიძგებს, ამას არ გვეუნებიან, მოდი თეატრში, ბილეთი 20 евро ღირს და მე თვითონ გეტყვით. დიახ, სინამდვილეში შეერთებული შტატებისთვის ბევრად უფრო ადვილია ბრალი ჩინეთს დააკისროს. ამიტომ ამბობენ, რომ ჩინეთი არაფერს აკეთებს პრეკურსორების გაგედვის შესაჩერებლად და ადანაშაულებენ შეინბაუმს ამ შემთხვევაში მექსიკას, რომ ისინი არაფერს აკეთებენ კარტელების შესაჩერებლად. გაიხსენეთ, რომ დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ ყველაზე საკამათო ქმედებაში უთხრა შეინბაუმს, ნახე ეხლა მე კარტელებს ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოვაცხადებ. მექსიკური კარტელები ტერორისტული ორგანიზაციები. და ეს მაძლევს უფლებას, რომ სამხედრო ოპერაციები ჩავატარო მექსიკის ტერიტორიაზე, თუ ამას მოგისურვებთ. როგორც მოხდა შემდეგ იმ ფანტასტიკური ისტორიის მიხედვით, რომელიც ვენესუელას გარშემო შეიქმნა, სადაც ამ საზღვაო ბლოკადის ოპერაციას მისცეს ნებართვა, იმაზე რომ ვენესუელიდან მუდმივად მოდიოდა ნარკოტიკებით სავსე ნავები. და სწორედ იქიდან იწყება ყველა ოპერაცია მენჩუსთან და ყველაფერთან ერთად.
რატო უფრო ადვილია ბრალის ჩინეთზე ან მექსიკაზე დაკისრება? თორე სხვანაირად სტრუქტურული მიაკულპა უნდა გავაკეთოთ და თქვათ, ყურადღება აქ ჩვენ შევცდით და ძალიანად შევცდით იმ საჯარო სოციალურ და ჯანდაცვის პოლიტიკებში, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში გავატარეთ. არ მჯერა რომ ეს სიმართლეა. ზუსტად, ასე რომ არსებობს სტრუქტურული პრობლემა, რომ თუ ამას არ შეუტევთ, მე ერთი რამე გავიხსენოთ, რადგან ჩვენ უხურეთ შეერთებულ შტატებს იტალიელი თვალით, იტალიიდან, ზოგადად ევროკავშირის ქვეყნებიდან, საუბრობ მათზე, ვინც ევროკავშირში ცხოვრობს. ევროპაში ის, რასაც ლობისტები აკეთებენ შეერთებულ შტატებში, არალეგალური იქნებოდა. ეს იქნებოდა კორუფცია. მაგრამ ბევრი ადამიანი, რომელსაც ადგილი აქვს შეერთებული შტატების კონგრესში, კამპანია დაფინანსებული იყო. ის გადაიხადეს დიდმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა, დიდმა იარაღის მწარმოებელმა კომპანიებმა. ამიტომ არსებობს გარიგება გარკვეული ქიმიური პროდუქტების ან ცნობილი მეორე შესწორების ლობირებასა და პოლიტიკას შორის. ასეთი mea culpa ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა დონალდ ტრამპი თეთრ სახლში. მეორე მხრივ, თუმცა, შეთქმულების თეორიების გარეშე, მაგრამ ბოდიში. არ მგონია რომ შეთქმულების თეორიების მიმდევარი ვიყო, მე ვაკვირდებოდი ვინ იყვნენ ბარაკ ობამას ყველაზე დიდი დამფინანსებლები. თუ მის კამპანიას დააკვირდებოდი, ყველა დიდი ფარმაცევტული კომპანია იყო. ზუსტად, ხო, არა. მინდოდა მეთქვა, მათ ასევე დაციეს ის ზღვარი, რომლის მიხედვითაც ადამიანს შეეძლო მიეღო ცდომა იმაზე, რადგან ადრე ცდომა არ ქონდა, რათა გაეზარდათ გაპიდვები. ანუ მათ თვითონ შექმნეს ეს ქარიშხალი. ხო, მე თქვი ძალიან სწორი რამ. დღეს დონალდ ტრამპი არის ყველაზე სუფთა გამოხატულება იმისა, რაც არის ამერიკული კაპიტალისტური სისტემა. ზოგჯერ თეთრ სახლში ყავდა ნაკლებად სუფთა, უფრო ფასადური წარმომადგენლები, მაგრამ არსი არ იცვლებოდა. გავიხსენოთ, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს იყო დეპორტაციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. ამიტომ, მოკლედ, ნიშნულოვანია ის, რაც თქვი მირკო. დაუბრუნდეთ იმას, რასაც ადრე ვამბობდით ჩინეთზე და ქალაქების, ასევე ომების ბრალეულობაზე და ჩინეთის ბრალი ამას არ გვეუბნებიან, ისე ვიკუბრუნდეთ. მე მგონია, რომ ჩინეთს ამ მომენტში ეს სიტუაცია არ ავიზიანებს. იმ აზრით, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგის სახში პრობლემა, რომელიც ისედაც სირთულეშია, ჩემთვის ისტორიული თვალსაზრისითაც აქ ირონიაა რა. დიახ, ნამდვილად. თუ ის ამბობს ნამდვილად, დარწმუნებით. მაგრამ მე არ ვითხოვდი, რომ არსებობს შეთქმულება, მაგრამ არის გარკვეული გეოპოლიტიკური სიტუაციები, რომლებსაც ზოგიერთი მხარე იხენებს. ამ შემთხვევაში კი ჩინეთი ნამდვილად. ფენტანილი, ჩინეთი. ეხლა უნდა მოვისმინო ვიღაცა, ვინც ჩინეთის საკითხებში უფრო გამოცდილია, მაგრამ არ გონია, რომ იქ ნარკოტიკების დიდი პრობლემა იყოს, ასე რომ ჩინეთში ისეთი უწყება, როგორიცაა DEA არ აქვს. არ ვიცი რა სახის დამოკიდებულებებია იმ მხარეებში. რადგან საბჭოთა ან კომუნისტურ სამყაროში ნარკოტიკების გამოყენება ძალიან მცირე იყო. დიახ, რადგან ჩინეთში სოციალური კონტროლი ძალიან მკაცრია, ამიტომ ეს ძალიან რთულია. ანუ თუ ხედავ ადამიანს, რომელიც იმავე მდგომარეობაში ჩავარდა სიცხეს, როგორშიც არიან ადამიანები კენსინგტონში, ფილადელფიაში. ანუ წარმოვიდგენია, რომ ოპერაცია, რომელიც იწყება იმისთვის, რომ იპოვონ ამ მდგომარეობის გამომწვევი პირი, ეფექტურია და ძალიან სწრაფი. ამიტომ სოციალური კონტროლი ბევრად უფრო მჭიდროა. და სწორედ დონალდ ტრამპი, რომელმაც გვაჩვია ძალიან გასაოცარ რაღაცებს, მან მიიღო ცნობილი ფენტანილის აქტი, რომელიც სპეციალურად ადგენილებად იყო ჩაფიქრებული ფენტანილის შესაჩერებლად. მაგრამ ძირითადად, უпроსტორად თქვათ პირდაპირ, ეს ყველაფერი უკვე არსებული კანონები იყო, პრობლემიც უკვე არსებობდა. ამიტომ ეს ფენტანილის აქტი, რომელიც დონალდ ტრამპმა მიიღო, უფრო სიმბოლური ნაბიჯი იყო პრესისთვის, საზოგადოებისთვის, რომ ეჩვენებინა თითქოს ძალიან ჩართული იყო ამ საკითხში. ხო ასე? ეს არის რაღაცა, რასაც დონალდ ტრამპი მუდმივად აკენებს დღის წესრიგში. როცა ეს მისთვის ხელსაყრელია, რადგან ეს მაინც ღია ჭრილობა, ანუ რაღაც, რაც ჯერ კიდევ არსებობს. ციფრები შემცირდა, უნდა ვიყოთ გულწრფელები, შემცირდა გარდაცვლილთა რაოდენობა, მაგრამ არა ფენტანილის მოხმარება.
შემცირდა გარდაცვლილთა რაოდენობა, რადგან ნალოქსონის მასიური გამოყენების შედეგად შემცირდა ზედოზირებისგან გარდაცვლილთა რიცხვი, მაგრამ ფენტანილის მოხმარება არ შემცირებულა. ამიტომ იქაც საჭიროა ციფრები ძალიან კრიტიკულად წავიკითხოთ. აქ მეუბნებიან მესამე კვარტალი ძირითადად. კონტაქტი. ნომრებია ნალოქსონი, არა ნაქსოლონი. დიახ. ნალოქსონი. უფრო ადვილია ნაქსოლონის თქმა. არა, მაგრამ ერთ რაღაცას არ გითხარით, ამას გიმხელთ, ბევრმა არ იცის. მე დისგრაფია მაქვს, ანუ არა დისლექსია, არამედ დისგრაფია. და როცა ვწერ, ზოგჯერ ისე ვწერ, როგორც აზრად მომდის. თუნდაც არ იქოს სწორი და მე ესე მრჩება. დაწერე, პოტაბილე. და მე ერთ მომენტში აქ მრჩება განსაკუთრებით ეხა იტალიურად, რადგან იტალიურად ხშირად აღარ ვწერ და მე რთული ხდება დამახსოვრება. ნალოქსონი, არა ნაქსოლონი, ნალოქსონი, დიდი მადლობა. ამიტომ დონალდ ტრამპი დრო და დრო ამოაქვს, რა როგორც დროშა, მაგრამ თუ ხშირად არ გესმით ამის შესახებ, ეს იმიტომ რომ მას მუდმივად ვერ ამოიხვანს, რადგან ეს ღია ჭრილობაა. ანუ ეს რაღაცა, რაზეც მას მუდმივად შეიძლება წაუყენონ ბრალდება, რომ ვერ შეძლო ამ პრობლემაზე მნიშვნელოვანი გამოსავლის პოვნა. და ვიმეორებ, საქმე ეხება ამერიკის ახალ თაობებს, გაიხსენეთ, რასაც ადრე ვამბობდით, 10-19 წლის. 10-19 წლის. და როგორ ხდება 10 წლის ბავშვები? ეს ალბათ ის პატარა ამბავია, რასაც ჩვენ გვიყვებოდნენ დაწყებით კლასებში, როცა დავდიოდით, არ აიღოთ კამფეტები უცნობებისგან. მაშინაც კი იყო ლეგენდა, როცა მე საშუალო სკოლაში დავდიოდი, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც პანინის სტიკერებს გჩუქნიდნენ, იცი, იმათ რომლებიც ალბომში ჩასაწებებლად უნდა დაგელოკა და უკან ნარკოტიკს უსვამდნენ. მე ეს ამბავი არასდროს მომისმენია, ანუ სულ მსმენია, მაგრამ რეალური შემთხვევა არასდროს მინახავს, რომ სტიკერების უკან ნარკოტიკი ყოფილიყო, მაგრამ ეს ამბავი ძალიან ვრცელდებოდა 90-იან წლებში. დიახ. როგორ აბამენ 10, 12, 13 წლის ბავშვებს? 14 წლისებს. ჩემი აზრით ეს ეხება ცოტა უფრო დიდ ბიჭებსაც, რომლებიც შეიძლება ამ ტაბლეტებს აძლევდნენ. და მე ისევ იქ ბრუნდებით. ყველაფერი ონლაინ ხელმისაწვდომია. ასე რომ საუბრობთ სულიად არარეგულირებულ ქვეყანაში, სადაც შეგიძლია ყველაფერი და ნებისმიერი რამ გააკეთო. სადაც წვდომა ძალიან მარტივია. სადაც ინფორმაციის მიღებაც თუ სად და როგორ იხიდო ისენი ძალიან ადვილი. სადაც ფენტანილი სხვათა შორის ერთვება. რაც შეიძლება საკმარისად არ აღუნიშნეთ ნარკოტიკების, მედიკამენტების და ანტიდეპრესანტების უზარმაზარ მოხმარების სისტემაში. ანუ შენ მირკო, ეს რამდენჯერმე თქვი, ჩვენ საუბრობთ ქვეყანაზე, სადაც ეს ყოველდღიური მოვლენა. მოხმარო გარკვეული რაოდენობის მედიკამენტები და გარკვეული ტიპის მედიკამენტები, რომლებიც სხვა ქვეყნებში უკვე სამედიცინო დანიშნულების პრეპარატებად ჩაითვლებოდა. თითქოს მხოლოდ საავადმყოფოში მოგწემენ თუ პალატაში ხარ, თორე სხვაგან არ მოგწემენ, ქუჩაში კი საერთოდ ვერ მიიღებ. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ფენტანილი შეიძლება სხვადასხვა ფორმით იყოს წარმოდგენილი. ჩვენ ტაბლეტი გაჩვენეთ, მაგრამ ის შეიძლება ფხუნილის სახითაც იყოს. საერთოდ, მას შეიძლება ისეთი ფორმები ქონდეს, რომ ვერც ისიც კი ამოიცნობს, ვინც მოიხმარს. ჩვენ გვაქვს კითხვები ექსპერტებისგან. კროკოდილიც სიამოვნებაა, მაგრამ ამერიკაში ფენტანილის მსგავსი გავლენა არ მოუხდენია, რატომ? აქ მხოლოდ ჩემი შტაბ-ეჭდილებით ვსაუბრობ, ვფიქრობ, რომ კრიმინალური ორგანიზაციების ამ შემთხვევაში ხალისკოს ახალი თაობისა და სინალოას გავლენა მნიშვნელოვანი იყო. ეს ცოტა ზემპიკის თემას გავს, არა მხოლოდ ზემპიკია, უბრალოდ ზემპიკი სწორ დროს გამოჩნდა, სწორი რეკლამით და ბაზარი დაიკავა. ამ შემთხვევაში ფენტანილი გამოჩნდა. საუბარია კომპონენტების ხელმისაწვდომობაზე, ზუსტად. ეს არის ხელმისაწვდომობისა და ინვესტიციის საკითხი. კარტელებისთვის ეს ინვესტიცია იყო, დაიწყეს მისი გავრცელება. მან თავისი ადგილი დაიკავა.
ის უკვე ცნობილი იყო ამერიკულ ბაზარზე, რადგან 60-იან წლებში უკვე გამოიყენებოდა. ამიტომ იცოდნენ, რომ ეს იყო კიბიუნდამაკუჩებელი, ხალხმა იცოდა, რომ შეეძლოთ მისი გამოყენება. ალბათ ის არ იცოდნენ, რომ მას ჰქონდა მაღალი ლეტალობის გვერდითი ეფექტები და განსაკუთრებით ძლიერი დამოკიდებულების გამოწვევის უნარი. მასში არის ფენტანილი, გავიხსენოთ, რომ ის 50-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ჰეროინი და ჩვენ ვიცით რა გააკეთა ჰეროინმა. მინდა მოვიწვიო ექიმი, რომ ამიხსნას რა ეფექტები ექნებოდა, იმიტომ რომ ეს გაძლევს ეიფორიას და ასე შემდეგ. ეს წარმოუდგენელ ეიფორიას ქმნის. მაგრამ იქნებ მყავს ექიმი, რომელიც გვისმენს. იქნებ მყავს ექიმი ან ვინმე, ვინც გვისმენს და ვისაც ნამდვილად უფრო მეტი სამედიცინო ცოდნა აქვს, ვიდრე მე. შენზე არ ვამბობ, მაგრამ ჩემთან შედარებით კი. ასე რომ ეს იყო ზოგადად ფენტანილზე. შემდეგ თუ გვინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ იქნებენ კრიმინალური ორგანიზაციები მთელ ფარმაკოლოგიურ ნაწილს, იმისთვის რომ უკვე არსებული სტრუქტურით ისარგებლონ, აქ უკვე შევდივართ კრიმინალური ორგანიზაციების ერთგვარ ევოლუციაში. რადგან ჩვენ გადავედით იმ სიტყვიდან, რომლის ხმაც არ შეიძლება თუ არ მიდიან YouTube-ზე, რომელსაც აქვს ხარჯების მთელი სერია და მნიშვნელოვანი გავრცელება უფრო დანაწევრებულ, მთელ ქვეყანაში გავრცელებულ წარმოების შესაძლებლობას. გახსოვდეთ სლაიდი, რომელიც მექსიკაზე იყო, სადაც ხედავდით, სად მოხდა დიდი რაოდენობით ფენტანილის კონფისკაცია მთელ მექსიკაში არ იყო ერთი კონკრეტული წარმოების ადგილი და იქიდან უკვე შესაძლებელია ექსპორტი. მით უმეტესო პატარა მცირე ტაბლეტების ექსპორტის შესაძლებლობა ძალიან დიდია. შეიძლება ყველგან დამალონ, ან არა, რაც შეიძლება არც დამალონ. ეს არის მთავარი. ესე რომ გაითვალისწინეთ. ტაბლეტები, რომლებიც ხავდება ისეთია, რომ შეიძლება ლეგალურადაც გაიყიდოს შეერთებულ შტატებში. შემდეგ ისინი ქავსდება ონლაინ გაყიდვების არხებში, დაბალ ფასად, იაფად და იქ შესაძლებელია გავრცელების არხის შექმნა. რაც შეიძლება კარტელების სტრატეგიის მიხედვით. რაც ჩემი აზრით საშინელი სისასტიკისა და ბოროტების გამოვლინებაა. რომ შესაძლებელია პოტენციური კლიენტების რაოდენობის გაზრდა, იმ დროს როცა შენ ტიდულო Xanax-ის apps და გიგზავნიან apps, რომელიც სინამდვილეში ფენტანილის დოზა შეიცავს. და თუ გაგიმართლა. სასიკვდილო არ არის, თუ გაგიმართლა, სასიკვდილო არ არის და უბრალოდ დამოკიდებულებას გიჩენს. წინა კარტელებიც გაანადგურეს თუ იგივეები არიან, ვინც ამ სისტემაზე გადაერთო. იგივეები არიან, გადაერთნენ სინალოას და ხალისკო, ახალი ქაობის კარტელები, რომლებიც ფენტანილს აწარმოებენ. არ არსებობს, როცა გადართვაზე ვსაუბრობთ, ყოველ შემთხვევაში მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ კოლუმბიაში მაგალითად ფენტანილის წარმოებაზე გადაერთო. Quindi abbiamo შესაძლოა მათაც ატარებენ კვლევებს, რადგან თუ ისინი ჩაერთვებიან ხალხის საკმარისი აღარ იქნება. არა, საქმე იმაშია, რომ არსებობს სტრუქტურები, რომლებიც შექმნილია გარკვეულ გაყიდვების შესაძლებლობებზე, ზუსტად როგორც შენ ამბობდი, ბაზრის კვლევებზე და სხვებზე, აი ესე. შემდეგ ერთ მომენტში გავიხსენოთ, რომ არც ხალისკოს ახალი თაობის კარტელმა და არც სინალოამ არ შეწყვიტეს დანარჩენი კრიმინალური ოპერაციების გაგრძელება. ისინი აგრძელებენ ამას. იარაღის ტრაფიკინგი, ადამიანებით ვაჭრობა, პროსტიტუციის ექსპლუატაცია, გატაცებები, მაგრამ მათ ასევე აქვთ მთელი რიგი იურიდიული სტრატეგიებიც. მაგრამ იმიტომაც რომ მათ ევროპული ბაზარი აქვთ, ხო ასეა. ზუსტად, მათ სხვა ბაზრებიც აქვთ. ფენტანილი უკვე კანადაშიც აღწევს, რაც კიდევ ერთი ძლიერი ბაზარია, დიდი შესყიდვის უნარით და მე რაღაც მომენტში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე დღეში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება და როცა ესეთი მასშტაბის სპორტული ღონისძიება, როგორიცაა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, კრიმინალური ორგანიზაციები ყვავის, რადგან ბევრი ადამიანი ჩამოდის, ბევრი ფულია გასაყოფად, ეს ადამიანები ეძებენ გართობას. და სიტყვა გართობაში იმის მიხედვით ვის ელაპარაკები და ვინ გვისმენს შეიძლება სხვადასხვა განსაზღვრება შევიდეს.
ამიტომ ჩვენ ვდგავართ პერიოდის წინაშე. შემდეგი თვეები ამ კუთხით ძალიან რთული იქნება. ეს საინტერესოა, რადგან ეს იგივე მეთოდია, რომელსაც Monsanto იყენებდა. Monsanto ამზადებდა ამ თესლებს, არ მახსოვს, სიმინდისას, რომლებიც გენეტიკურად იყო მოდიფიცირებული და ცდილობდნენ ყველა მიწის ნაკვეთის ყიდვას. Monsanto-სთვის საკმარისი იყო თესლი მეზობელ მინდვრის მფრობელისთვის გაეყიდა, რადგან საკმარისი იყო იმ ხორბლის ცოტა თესლი მოხვედრილიყო სხვა მინდორში და ის მინდორი ვეღარ შეძლებდა ფაქტობრივად აღდგენას. იმიტომ რომ რა იყო ხრიკი? ის ქმნიდა ფაქტობრივად მარჩლებს, რაც იყო მხოლოდ ერთი სეზონისთვის, მაგრამ სულიად უუნარო იყო ისეთი თესლის წარმოქმნა, რომელიც შემდეგ წელს აღმოცენდებოდა. ამიტომ შენ გიწევდა თესლის ხელახლა ყიდვა Monsanto-სგან, ხდებოდი დამოკიდებული და მათი ტექნიკა, რომლითაც ყველას იჭერდნენ, იყო ის, რომ საკმარისი იყო ერთი დაეთანხმებინა იმ გვერდით, ვინც არ თანხმდებოდა და ეგ იყო. ცოტა თესლი იქით გადადიოდა, ცვლიდა იმეორეს, ხდებოდა სტერილური და შენ იძულებული იყავი თესლი Monsanto-სგან გეყიდა. მეტნაკლებად ეს აგრესიული მარკეტინგის ტექნიკებია, რასაც ახლა აკეთებენ, ანუ კაპიტალისტური მეთოდი საკუთარ თავზე მიმართული. ხო, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა იპოვო მეტი კლიენტი, მაგრამ განსაკუთრებით უნდა შეძლო, გაზარდო კლიენტების უნარი აიტანონ ის, რასაც ახლა ყიდი. ევროპაზე რო გადავიდეთ, ისიც მინდოდა აღნიშნო, რადგან შეიძლება ვიღაცას ეს კითხვა უჩნდება, ხო? მაგრამ დიეგო, მაგრამ იტალიაში, მაგრამ ევროპაში, მაგრამ ეს რაღაცა უკვე მოვიდა. არის შეტყობინებები ფენტანილის არსებობის შესახებ ესპანეთში, გერმანიაში, შავ ბაზარზე. განსაკუთრებით ესპანეთში. უკვე 2019-2020-დან, მაგრამ ეს რიცხვებია, რომლებიც ასახავს ოპიოიდების გამოყენებასთან დაკავშირებულ სიკვდილიანობას. ესპანეთში, გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ეს ძალიან მცირე რიცხვებია. ერთი ადამიანიც კი უკვე მეტისმეტად ბევრია. მაგრამ ეს რიცხვები ძალიან მცირეა იმ კატასტროფებთან შედარებით, რაზეც ვსაუბრობთ შეერთებულ შტატებში და იმ რიცხვებთან, რომლებიც იქ ფიქსირდება. ევროპაში დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა ეხება პრეკურსორებს და ფენტანილს, რომლებიც ინდოეთიდან და ჩინეთიდან შემოდის. ეს არის ამანათები, რომლებიც იგზავნება და სწორედ ასე აღწევს ამანათები. ასე რომ ჩვენ არ საუბრობთ საზღვაო მარშრუტებზე, წყალქვეშა ნავებით. არა, ჩვენ საუბრობთ ამანათებზე, რომლებიც ჩამოდის და რომლებითაც ბომლებითაც ბაზრის გატესტვას იწყებენ. რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, არის ის, რომ გამოჩნდა ის, რასაც ნიტაზენებს ეძახიან. არ ვიცი, გსმენია თუ არა მილკო. ნიტაზენები სუპეროპიოიდებია, რომლებიც ფენტანილზე კიდევ უფრო ძლიერია. ისინი ფენტანილის გაძლიერებული ვერსია და შეიძლება 5-ჯერ უფრო ძლიერი იყოს. ან დაახლოებით 200-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ჰეროინი. ისინი უკვე გამოჩნდნენ გარკვეულ სცენარებში. დაუბრუნდები იმ კითხვას, რომელსაც ადრე ვსვამდით, რა სარგებელი აქვთ ამ კრიმინალურ ორგანიზაციებს იმ პროდუქტების გაყიდვაში, რომლებიც მომხმარებელს მოხმარების საშუალებას არ აძლევს. რომლებიც ესეთი დამანგრეველია. ზუსტად, რადგან უმეტეს შემთხვევაში, როცა ამ პროდუქტებს იხენებენ, საბოლოოდ მივდივართ მომხმარებლის, კლიენტის, ამ შემთხვევაში კი მომხმარებლის სიკვდილამდე. ბოლო კითხვა, არა, არის კიდევ ერთი ბოლო კითხვა დახურვამდე, რომელიც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია. მექსიკა ამ ყველაფერში, როგორც წინა არეულობაში, ასევე ამჟამინდელშიც, რატომ ვერასდროს შეძლო მექსიკის სახელმწიფომ კონტროლის აღება? კორუფციის პრობლემები, ისინი ყველას აძლევენ ფულს, პოლიციას და ასე შემდეგ. ამიტომ მექსიკას არასდროს შეძლებია საკუთარი ტერიტორიის კონტროლი. აქ ნამდვილად მრავალმიზეზიანი კონტექსტია. ჩვენ ვიცით, რომ მექსიკამ 2007 წელს ნარკოტრაფიკთან ომი გამოაცხადა. მან სწორედ 2007 წელს შიდა ომი გამოუცხადა ნარკოტრაფიკს. ეხლა ნარკოტრაფიკის შეღწევა საჯარო ინსტიტუტებში, პოლიციის ძალებში, მთლიანად ქვეყნის სისტემაში უზარმაზარია. და
როგორც სხვა სახელმწიფოებში ხდება, აქაც არის. ზონები, სადაც კარტელებმა შექმნეს ნამდვილი პარასახელმწიფოები. და ამიტომ ზუსტად ასია, როგორც გვიყვება Winter Night-ი Menchios მკვლელობის შემდეგ, მაგრამ თუ ნახავთ მოძებნეთ ვიდეოები ჩიაპიტოს დაჭერის შესახებ, საშინელება რაც შემდეგ ხდება. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ იარავი აქვთ, შეიძლება ბოლოს გაჩვენეთ კიდეც. იარანი რომელიც მათ ჰქონდათ ხელთ, questi cartelli, მექსიკის კარტელები. გარდა იმისა, რომ აქვთ ეს იარავი, მათ ასევე აქვთ სწრაფი რეაგირები და დაადგილების და გადაადგილების უნარი ტერიტორიაზე. რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ ძალაში, რაოდენობაში და შეტევის ეფექტში გადააჯარბონ პოლიციას. ამიტომ ძალიან ხშირად ერთადერთი ვინც ამ კარტელებს შეიძლება დაუპირისპირდეს, არის არმია. პოლიცია თავისთავად ვერაფერს აკეთებს, ბევრ შემთხვევაში იცის, რომ ვერაფერს გააკეთებს და თანამშრომლობს. ეს მე საკუთარი თვალით მინახავს. და ბევრიც. ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ეკვადორში, კოლუმბიაში, პანამაში, გარკვეული პერიოდი ბრაზილიაშიც, ზოგჯერ ყველაფერი. როცა საზღვარგან ახლოს ცხოვრობდი, მქონია შემთხვევა, რომ მინახავს, ეხლა კი ქვეყანაზე ავსაუბრობ. მქონია შემთხვევა, რომ მინახავს პატარა სამხედრო ნაწილი, ამ შემთხვევაში არმიის ნაწილი, სადაც შეიძლება 25 ადამიანი იყო. სადაც ყველაზე ახალგაზრდა ოფიცერს 30 წელიც კი არ ჰქონდა შესრულებული. და ამ ოფიცრის თვალწინ ისინი ბენზინის კონტრაბანდას ეწეოდნენ. ყველაფრის კონტრაბანდას ეწეოდნენ. სადაც იყო ეს სამხედრო ნაწილი, მის წინ იყო საზღვარი და გამყოფი ხაზი. და ადამიანს ვერ გაეგო, როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი. და მე ხვდებოდი, რომ პირდაპირ დღეში იყო 400 შეიარაღებული კაცის ბატალიონი, რომლებიც იქიდგნენ და მებრძოლი ფორმირების ნაწილი იყვნენ. ამ შემთხვევაში ეს იყო კოლუმბია. ისინი ამბობდნენ, ნახეთ, თქვენ თავი ისე მოაჩვენეთ, თითქოს არაფერი ხდება და ყველანი კარგად ვიქნებით. თქვენ გააკეთეთ თქვენი საქმე აქ, აიღეთ თვეში $400 რაც გეძლევათ და ვიხოთ მშვიდად. მოგცეთ ჩვენი საქმის კეთების საშუალება. აი ამიტომ ვიმეორებ. ეს არის მრავალმიზეზიანი სიტუაცია, სადაც ალბათ არასდროს ყოფილა ნამდვილი პოლიტიკური ნება და განსაკუთრებით რასაც ეს კარტელები ბევრ რეგიონში ინარჩუნებენ, ეს ბევრ ადამიანისთვის საარსებო ეკონომიკაა. მოგიყვანთ ერთ მაგალითს, რომელიც კოლუმბიასა და ეკვადორში გვაბრუნებს. ეკვადორის ჩრდილოეთი საზღვარი ესაზღვრება ბევრ რთულად მისადგომ ტერიტორიას. კოლუმბიაში, სადაც მოხავდათ და რგავდნენ კოკას მცენარეებს, რათა შემდეგ გამოეწარმოებინათ ის თეთრი ნივთიერება, რომელსაც ვიცნობთ. ბევრი ადამიანი, რომელიც ეკვადორში ცხოვრობდა და ამ რეგიონებში ცხოვრებით არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ კარგად ანაზღაურებადი სამუშაოები ეპოვა. ისინი მიდიოდნენ სამუშაოდ, გადადიოდნენ დინარეს, ანუ კანოეთი, 5 წუთში გადადიოდნენ საზღვრის მეორე მხარეს, მინდვრებში. რასპაჩინი, ანუ ის ვინც კოკას მცენარეს ამუშავებს, შემდეგ ფოთლებს აცლის და მიაქს. და იქ სადაც შემდეგ ამუშავებენ, რომ შემდეგ სხვა ნივთიერება მიიღონ. და ეს ადამიანი ნარკოტრაფიკანტი არ იყო, ეს ადამიანი იყო, როგორც შეიძლება ავიწეროს, მუშა სამხრეთ იტალიაში. იტალიაში, რომელიც დღის სამუშაო შესასრულებლად მოდიოდა, რომ გარკვეული თანხა აეღო, ამ ორგანიზაციები ქმნიან სამუშაო ადგილებს, რაც კრიმინალური ორგანიზაციების შიგნით მომუშავე ადამიანების გარდა, როგორიცაა ნარკოტრაფიკანტები, რეალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას აძლევს სხვადასხვა რეგიონებს. ამ ყველაფრის დაშლა, მირკო, ძალიან რთულია. მართლა რთულია. მით უმეტეს თუ მექსიკაზე ვსაუბრობთ, არსებობს მთელი ნარკოკულტურა, არის სანტა მუერტე, ნარკოკორიდო, ნარკო როგორც ცხოვრების მოდელი. ანუ აგრეთვე იყო კარაბინერი, ფეხბურთელი, ველინა, ინფლუენსერი. ეხლა მექსიკაში ესეთი ფიგურა ნარკოვაჭარი. ანუ მინდა ვიყო ის, ვისაც ესეთი ძალა აქვს, ვისაც ესეთი ეკონომიკური შესაძლებლობა აქვს, მაგრამ არა მხოლოდ დიდი მანქანის საკიდლად, შეიძლება სახლის საკიდლადაც. ჩემი დედა, რომელმაც მთელი ცხოვრება ქუჩაში საჭმელი ყიდა და ეხლა 70 წლისა ისე უმუშაობს. და მე თუ შევძლებ ამ წრეში შესვლას,
შეიძლება შეუძინო მას ღირსეული სახლი, სადაც იცხოვრებს და მუშაობად შევაწყვეტინო. ანუ ჩვენც უნდა გავხდეთ უკეთესები. ეს სწორედ კინომითია. ანუ გომორა, ნათლია, ესკობარი, ან არ ვიცი, ნახეთ ხო სიკარიო არა? დიახ, სწორედ ესაა საუბარი, რომ ყველაფრის დახვანა კარგებსა და ცუდებზე და დაშლა შეუძლებელია. ნარკოტრეკის ბანდები ერთი კითხვა პირდაპირ პოლო, რადგან ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მეც მინდოდა შენთვის მეკითხა. აი ესე. მას რატო არ თანხდება მექსიკაში ერთებულ შტატებთან და რატო არ აძლევენ მათ ჩარევის უფლებას? მაგრამ პირველ რიგში ვიცით, რომ შეერთებული შტატები არასდროს ერევა უფასოდ. ამიტომ შეერთებული შტატების ჩარევა ყოველთვის ისეთი ჩარევაა, რომლის დასაწყისი ცნობილია, მაგრამ არავინ იცის სად დასრულდება. ამიტომ იქაც საჭიროა გავიგოთ რა ტიპის ჩარევა სურთ. და მერე მექსიკა მაინც კიდევ ერთხელ ვიმეორებს, რთული ქვეყანაა, სადაც ბევრი ინტერესი და ბევრი ინტერესია ჩართული. და სადაც გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ასევე პრეზიდენტი შეინბაუმისთვისაც არსებობს. მაგრამ ერთი არა. ეს პირადი აზრია, ესე მკვეთრად არ არის. და ეს არ არის მისი გადასაწყვეტი. შეინბაუმი ერთ შეხვედრაზე ტრამპთან ერთად გაიხსენეთ შეინბაუმის პრესკონფერენცია მექსიკაში, თებერვალში მომხდარი მკვლელობის შემდეგ. ის ძალიან შოკირებული ჩანდა, მას არ ჰქონდა. მე ჯერ კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ მას ბრძანება არ მიუწია და ის არისო დაარიცოდა იმ ფაქტის შესახებ, რომ იმ დღეს მიმდინარეობდა ოპერაცია მექსიკის წინააღმდეგ. ამიტომ რაც შეეხება შედეგებს, აი მგონია, რომ ეს არის პასუხი. შემდეგ მოდის კითხვა სამხედრო ოპერაციის შედეგებზე. მექსიკაში შეიძლება ერთი თავი დახურონ, მაგრამ შეუძლიათ სხვა ციგნი, სხვა ისტორია გახსნან. იმიტომ რომ ეხლა რა ხდება, როცა მენციო გარდაიცვალა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალისკოს კარტელი აღარ არსებობს ეხლა, როცა მენციო გარდაიცვალა. მენციოს ლეიტენანტები იწყებენ ერთმანეთთან ბრძოლას, რომ გაიგონ ვინ იქნება შემდეგი მენციო. და სანამ ისინი ერთმანეთს ებრძვიან, რომ გაიგონ ვინ იქნება შემდეგი მენციო, სინალოა ცდილობს მენციოს ლეიტენანტებსაც ეომოს, რომ ნახოს რომელი ტერიტორიების წართმევას შეძლებს. ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა ამ ორგანიზაციების რომელიმე ნაწილს დაარტყამ, ქმნი დომინოს ეფექტს, რომლის კონტროლიც ძალიან რთულია. ამიტომ ეს ოპერაციები ვერ ახერხებს ნარკოტრაფიკის სრულად აღმოფხრას ფესვებიდან. საჭირო ფართომასშტაბიანი სტრუქტურული ოპერაციების ჩატარება. ეს დაახლოებით იგივე იდეაა, რაც მაშინ 2007 წელს, როცა ნარკოტრაფიკთან ბრძოლა დაიწყეს, რაც შემდეგ იმ შედეგებით დასრულდა, რაც ვიცით. მაშ ბატონებო, დიდ მადლობას უხდი დიეგოს, დიდ მადლობას უხდი ყველას, ვინც გვიყურებდა დებატიჟებით კვირას, სადაც ვისაუბრებთ ხელოვნურ ინტელექტზე, მაგრამ ვიხილავთ დიდ ამბებს იმ აპლიკაციაზე, რომელიც შევქმენით და რომელიც მალე გამოვა. ასე რომ ვისაუბრებთ საკმაოდ საინტერესო საკითხებზე და ალბათ ცოტას დისტრიბუციულ კლიენტზეც ვიტყვით. რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დატვირთვას, ეს კიდევ ერთ საკითხია, რაზეც მუშაობთ. ესე რომ საინტერესო თემებია, შენ შემოგვიერთდები. მადლობას უხდი ყველას, განსაკუთრებით დიდ მადლობას უხდი დიეგოს. საბედნიეროდ ჩვენ ფენტანილის ამ ქაოსს გარეთ ვართ, რადგან აქ არ არის ის კულტურა, ის ნიადაგი, რომელმაც ეს პირობები შექმნა. ამიტომ ჯერჯერობით გადავრჩით, მადლობა ყველას. სასიამოვნო იყო ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე.